მოგესალმებით კიდევ ერთხელ ამჯერად ეთერში გადაცემა პოლიტიკური სიმცირე მე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ვარ. ქართული ოცნების მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება. საქართველოს დემოკრატიული უყურსვას შედეგები მოყვებაო, განაცხადა დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში. კაია კალასმა კიდევ თქვა, როგორც იცით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გვაქვს 2017 წლიდან. ეს არის დიდი სარგებელი, რომლებსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს. შესაბამისად არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს არ შეასრულა და ეს რეკომენდაციები მოცემულ ვიზა ლიბერალიზაციის შეფასების მე-7 ანგარიში არის მოცემული. თითოეულ მათგანს ახლა აქ არ წავიკითხავ, მაგრამ მაგალითისთვის ხაზი რომ გაუსვათ, ამბობს ის, ერთ-ერთს საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის ასოციაციის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების, ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა. ეს მხოლოდ ერთი პუნქტია და ასეთი გვაქვს 8. თუ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობას აქვს მიცემული ვადა აგვისტოს ბოლომდე. მაშინ ისმის კითხვა, შემდეგ რა რეაგირება გვექნება, თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება და მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ოპოზიციის 8 ლიდერი და 7 დაპატიმრებული, ეს ნამდვილად არ არის თანხვედრაში იმ პუნქტთან, რომელიც მაგალითად მოვიყვანეო, თქვა კაია კალასმა და ასევე თქვა, ამდრობდეთ ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ ქართულ ხალხს უვიზო რეჟიმის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე. ამასთან ერთად ეს ასევე არის ევროკავშირის სანდოობის საკითხი. თუ ჩვენ გვაქვს ეს სარგებელი და ბონუსი, რომელსაც ამ ქვეყანას ვაძლევს, რომელიც პირობებს არ ასრულებს, მაშინ ასევე ამას ექნება შედეგი. რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას და არ უდგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სერიოზულად, თქვა კაია კალასმა. შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ შეკრებილები და საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოო ამ ეტაპზე ვერ მიიღეს. თამარ ნუცუბიძე ჩაგვერთვება ბრიუსელიდან, დამოუკიდებელი ჟურნალისტი. თამარს მივესალმები, გამარჯობა თამარ, თუ გესმის ჩემი? გამარჯობა მერაბ, მოგესალმები. თამარ, კიდევ უფრო მეტი დეტალი რო გითხრა დღევანდელი შეხვედრის შესახებ, რა მოხდა შეხვედრაზე, როგორ იდგა საკითხი და საბოლოო ჯამში სად ვართ ახლა? საკითხი თავიდან ესე იდგა, რომ კაია კალას უკვე ჩვენ რამდენიმე დღეა ვიცით, რომ ევროკომისარს კაია კალას ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ მიღწეული ყოფილიყო ერთიანობა თარგეტირებულ საქციებთან დაკავშირებით. დილას მან ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე დაადასტურა, რომ ის წარადგენდა 15 კაციან სიას და ასევე მან თავად თქვა, რომ ამ 15 კაციდან 2 იქნებოდა მოსამართლე და არის მოსამართლე ამ სიაში და ისიც აღნიშნა, რომ წინა ჯერზე ვერ მოხდა კონსენსუსის მიღწევა თარგეტირებულ სანქციებთან დაკავშირებით, რომ ის დახურულ კარს მიღმა შეეცდებოდა ამ კონსენსუსის მიღწევას და გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მაგიდაზეა სხვა ასევე ბერკეტებიც, ერთ-ერთ ბერკეტზე უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შენ თავად ახლა ძალიან მცლად ისაუბრე, ასევე საუბარი იქნებოდა დახურულ კარს მიღმა ასოცირების ხელშეკრულების გადახედვაზე. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნება ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საუბარი იყო იმაზეც, რომ თქვათ, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა კანდიდატის სტატუსის შეჩერება, თუმცა ამ გადაწყვეტილებასაც სჭირდება კონსენსუსი და ამიტომ ამაზე დიდი აქცენტი თავიდანვე არ კეთდებოდა, მაგრამ როგორც შენ აღნიშნა მერაბ, როგორც წინა ჯერზე, ახლაც ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა თარგეტირებულ სანქციებზე. ჩემი ინფორმაციით, კვლავაც აქტიურობდა და აქტიური პოზიცია დააფიქსირა უნგრეთმა და სლოვაკეთმა წინააღმდეგობასთან დაკავშირებით და ანუ დარჩა ის, რომ ახლა ქართულ ოცნებას გაეგზავნება ეს წერილი მოთხოვნებით, ვადა არის აგვისტოს ბოლომდე. აგვისტოს ბოლოს, ანუ ეს დღეს იყო ბოლო შეხვედრა, მანამ ვიდრე მშობლებების პერიოდი დაიწყება ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში და ტრადიციულად სწორედ აგვისტოს ბოლოს იკრიბებიან არაფორმალურ შეხვედრაზე პირველი დიპლომატები და ტრადიციულად ეს ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში, ანუ წელს აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ეს იქნება დანიაში, რადგანაც სწორედ ეს ქვეყანა არის თავმჯდომარე ქვეყანა და შეხედავ
იცავენ, ანუ ამ თვენახევრის განმავლობაში რამეს შეასრულებს თუ არა ქართული ოცნება და გამომდინარე უკვე აქედან გადადგმული იქნება შემდეგი ნაბიჯები. ხო, შენ ახსენე რუსია იყო ჩინოვნიკების ორი მოსამართლის, ესია ცნობილია შენთვის? არა, იცით მე ვკითხე ჩემს წყაროებსაც, თუმცა მათ თავი შეიკავეს სახელების და გვარების დასახელებიდან. მე ვარაუდობ თან იმიტომაც მოხდა ეს, რომ უკვე წინასწარ პრინციპში დღესაც განწყობა იყო ნათელი, რომ რთული იქნებოდა კონსენსუსის მიღწევა და სანამ ზოგადად სხვა ქვეყნების სანქცირების პოლიტიკას თუ გადავხედავთ, თუ კი ჯერ ევროკავშირს არ აქვს დარწმუნებული არ არის, რომ მიღწეული იქნება კონსენსუსი, ისინი ცდილობენ არ გაასაჯაროონ და არ გავიდეს, არ გაჟონოს ინფორმაცია იმ პირებზე კონკრეტულად ვინ არიან ამ სიაში, რადგანაც ავტომატურად შემდეგ განხილვაზე გადადის ეს სია. ხო, კი ბატონო, რადისლავ სიკორსკის კომენტარი გავრცელდა, ის ამბობდა, რომ შეზღუდვები და დაუწესდეს მას, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს და. კი, რადისლავ სიკორსკი სწორედ კი. როგორ თუ არის ვერ მიიღწეს კონსენსუსი, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს? ამ ის ამბობს, რომ ხალხს არ უნდა შეუზღუდოთ გადაადგილებად ასე შემდეგ, რაც გასაგებია, მეც ვეთანხმები ბუნებრივია და ალბათ შენც, მაგრამ როცა ვერ ხდება კონსენსუსი, მერე რა ხდება? ნახე მერაბა ასევე ჩემი ინფორმაციით ეძებენ გამოსავალს, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონზე დაფუძნებული და მე ხა ვერ ვიტყვი, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში აი ეს გზები ევროკავშირის, იმიტომ რომ ასე ზუსტად არ ვიცი, თქვათ რომ უვიზო რეჟიმი, როგორც თქვათ, დიპლომატიური პასპორტებისთვის შეჩერდა, ასე პერსონებისთვის იქნა შეჩერებული. თუ კი ამ გზას გამონახავენ და ალბათ შენც იცი, რომ 5 ქვეყნის პირველი დიპლომატის წერილიც გავცელდა, რომელიც მათ მიწერეს კაია კალას და სადაც ზუსტად ამაზე არის საუბარი, რომ სამიზნე ჯგუფები იყოს არჩეული, ვისთვისაც შეჩერდება უვიზო მიმოსვლა და არა მთლიანად ქვეყნისთვის იყოს შეჩერებული. თუმცა ამას ჭირდება კომისიის რევიზია, ასე ვთქვათ, სწორედ კომისიის ანგარიშიდან მოიყვანა ციტატები და მუხლები დღეს კაია კალასამ მაჯამებელ ბრიფინგზე, ანუ ამ შემთხვევაში კომისიამ უნდა შეისწავლოს არის თუ არა კანონიერი საფუძველი, რომ ასე მოხდეს და სავარაუდოდ ამას გულისხმობდნენ, რადგან რადოსლავ სიკორსკიმ დიახ სწორედ აქ ჟურნალისტებთან ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე ასეთი პასუხი გაგვცა, რომ თავად ის არის საბჭოთა დროს დაბადებული, საბჭოთა პოლონეთში ავტოკრატიულ რეჟიმში და მისთვის და პოლონელებისთვის ფანჯარა იყო სოფლიოში, როდესაც დასავლეთ ბერლინი, შვედეთი და ავსტრია აძლევდნენ ხოლმე ხანმოკლეთ უფლებას უვიზოდ გასულიყვნენ ამ ქვეყნებში და მან თქვა, რომ ამიტომაც არ უნდა დაისაჯოს მოსახლეობა და თარგეტირებულად უნდა იყვნენ პასუხისმგებელი პირები დასჯილი და რაც შეეხება პასუხისმგებელ პირებს, ასევე შენთან ვისაუბრეთ, ამის საშუალება შეიძლება გამოძებნილი იყოს სწორედ ასოცირების ხელშეკრულების შიგნით, თავისუფალ ვაჭრობის პუნქტებში და იქ თქვათ რაიმე კონკრეტული პუნქტების შეჩერება, მაგრამ ეს ეკონომიკური ბერკეტი იქნება და არა პოლიტიკური ამხრივ. დანარჩენიზე რასაც ვსაუბრობთ, კიდევ ერთი ბერკეტი ისევ და ისევ მივდივართ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამდე, თუმცა სხვათა შორის ძალიან საინტერესო იდეა გაჟღერდა საქართველოსთან და ალბათ კარგი იქნება ამ იდეას თუ მიაწვრიან ევროკავშირს, რომ თქვათ ევროკავშირმა დაახლოებით 1 წლის წინ შეიმუშავა სანქციების ახალი მექანიზმი ჰიბრიდულ და დეзинფორმაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ და მაგალითად მოლდოვას кейსში რამდენიმე ადამიანი სწორედ ამ სანქციებით დასანქცირდა და ასევე იდეა იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტში ეგებ მოხდეს აი ქართველი ასეთ ჩინოვნიკების თუ პოლიტიკოსების თუ სამართალთა დამცავების ეგებ როგორმე ჩასმა და აი კონტექსტის მონახვა და ამ გზის პოვნაც. თავარი მე რა ვიცი რა არის, ანუ ნახეთ, თუ კი ერთხელ მაინც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამ სამიზნე მიზნობრივ სანქციებზე, მერე უკვე გზა მარტივია და აი თქვათ როგორც რუსეთთან, ბელორუსთან დაკავშირებით ხდება. უბრალოდ ემატება გვარები.
და თქვათ თუ კი ქვეყანა არასრულებს აღებულ ვალდებულებებს და დემოკრატიის უკუსვა არის და ადამიანის უფლებების დარღვევები ყოველ შეხვედრაზე უბრალოდ წარდგენილი არის სია და უკვე ამ სიაზე მიდის მსჯელობა არაერთი შემთხვევა ყოფილა რომ უნგრეთის ძალდატანები და უნგრეთის პოზიციის გამო თუნდაც რუსეთთან დაკავშირებული სიიდან რამდენიმე პიროვნება ამოუღიათ მაგრამ მთლიანობაში სია მიღებული იქნა ასე რომ ალბათ თქვათ ორბანის და სლოვაკეთის პოზიციაც ასეთი მყარი ჩემი აზრით იმიტომ არის რომ თუ კი ერთხელ მაინც მათ მისცეს ამაზე თანხმობა და არ დაბლოკეს ეს გადაწყვეტილება მე ამ გზით ივლიან როგორც ეს აპრობირებული გზა არის სხვა ავტოკრატული რეჟიმების სანქცირებასთან დაკავშირებით გასაგები, ანუ საბოლოოდ როგორც ვიხდით, ჩვენ აგვისტოს ბოლოს გვეცოდინება რა მოხდება, ხო, საქართველოსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება. მადლობა დიდი თამარ ნუცუბიძე გვერდებოდა ბრიუსელიდან, დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ჩვენ საუბრობდით ბრიუსელში მიღებულ უпроსტად გამართულ მსჯელობაზე, სადაც გადაწყვეტილება ჯერჯერობით ვერ მიიღეს, თუმცა როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლებას მისცეს ვადა 31 აგვისტომდე, როდესაც მან საბოლოო ჯამში უნდა შეასრულოს ის პირობები, რომელიც დაყენებულია მის ასრულოთ, რომ არ შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, მე იმედი მაქვს, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეგვიჩერდება. ჩვენ გადაცემაში კიდევ ერთი თემა გვექნება დღეს, ეს არის სადგურის მოედანზე მომხდარი ტრაგედია, იცით რომ შენობის გარე ფასადი ჩამოინგრა და 2 ადამიანი დაიღუპა და ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმრები იქნებიან ხატია დეკანოიძე ჩაგვერთვება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ასევე სტუდიაში ჩვენი სტუმარი იქნება ანა გოგოლაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და საკრებულოს წევრი და ირაკლი როსტომაშვილი, არქიტექტორი, არსის დაფუძნებელი, ქალაქის მთავარი არქიტექტორი მიიღებს ასევე ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყებ ხატია დეკანოიძის ჩართვით, რომელსაც მივესალმები, თუ არის ის ხაზზე, გამარჯობა ხატია, თუ გესმის ჩემი. არის თუ არა ხატია დეკანოიძე ხაზზე მითხრათ იქნება ვინმე? ხატია მოგესალმები, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვიდრე ამ თემაზე დავიწყებთ მსჯელობას. ეს არის თქვათ აქ მომხდარი ტრაგედია, მანამდე შენი აზრიდან მოვისმინო ბრიუსელში მიღებულ გამართულ დღეს მსჯელობაზე, იქ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და შემდეგ უკვე გადავიდეს ამ თემაზე, სადაც როგორც შენ წერდი Facebook-ში, შენი შვილი ბეძზე გადაურჩა ამ ამბავს, ამაზეც გითხარი შემდეგ რამდენიმე სიტყვა. დავიწყოთ ბრიუსელის თემით, რას ფიქრობ იქ მიღებულ გადაწყვეტილებებზე? პირველ რიგში საღამოშვიდობის ფაქტია ეხლა რომ სანქციების პერსონალურს კონსენსუსი რასაც ჭირდება თქვათ ბლოკავს უნგრეთი და სლოვაკეთი აქ კაიაკალასმა ძალიან კონკრეტულად თქვა რომ ისინი გამოგზავნიან პირობებით წერილს ქართული ოცნების რეჟიმს სადაც მითითებული იქნება ყველა ის პუნქტები რომელიც უნდა შეასრულოს რეჟიმმა თუ უნდა რომ საქართველო დარჩეს თქვათ ასოცირების ხელშეკრულებაში და დარჩეს უვიზო მიმოსვლის შენგენის ზონაში ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს არის კატასტროფული მიმდინარეობა მოვლენების რაც გულისხმობს იმას რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით რომ რაღაცნაირად საკუთარი ძალაუფლებით ივაჭროს საქართველოს მოქალაქეები შეიძლება დარჩნენ სასიცოცხლო სერვისების გარეშე განათლების, სიცოცხლის მოპოვების, ჯანმრთელობის და ძალიან კონკრეტულად ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ფორმულირება, რაც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გვისაუბრია, ეს არის უამრავი ადამიანის შემოსავლის წყარო. ამიტომ მე ველოდები, თქვათ, წერილს რომ გაასაჯაროვებს თვითონ ევროპის კავშირი, ან იმიტომ რომ საქართველოს ოცნების რეჟიმი, რომელიც გამჭვირვალობაზე კანონებს იღებდა, ესე იგი ყველაზე უფრო არაგამჭვირვალედ იქცევა, როგორც დიქტატურები და ავტოკრატიები იქცევიან. ამიტომ ძალიან მარტივია, ჩვენ გვექნება კონკრეტული ვადა, ან ამ ვადაში ისინი შეასრულებენ კონკრეტულ მოთხოვნებს, ან საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს და მე არავის არ ეგონოს, რომ ამ გამოუსწორებელი ზიანის შეცვლა ძალიან მალე შეიძლება.
არ შეიძლება, ეს არის კონკრეტულად ის, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ხელისუფლებას რო გამოვცვალოთ, რაც აუცილებლად მოხდება, ძალიან დიდი დრო დაჭირდება ამ შეუცვლადი წერტილის თავიდან მოbrunებას. ხო, კი ბატონო, თუმცა ხელისუფლების კომენტარები ჩვენ ნახეთ, განსაკუთრებით ჩაო პაპუაშვილი გამოირჩევა ამით, რაღაც საბჭოთა კავშირი გახდა ევროკავშირი ამბობს და ხელისუფლება ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად ამ ყველაფერზე ევროკავშირის მხარეზე გადაიტანოს. როგორ ფიქრობ, რამდენად შეიძლება ამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაშიც მათ დააჯერონ თავად ამ უმრავლესობას, რომ სწორედ ევროკავშირი არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. და ნუ რაღაც ნაწილში ოპოზიციასაც დააბრალებენ დარწმუნებულება. არა, პროპაგანდა მოქმედებს ძალიან კონკრეტული რუსული მეთოდებით. პაპუაშვილი ჩამოყალიბდა რუს პროპაგანდისტად ძალიან დიდი ხანია უკვე. ამიტომ ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს და ყველა ქართული ოცნების თუნდაც მომხრეს უნდა ესმოდეს, რომ მათ დააკლდებათ უამრავი სასიცოცხლო სერვისები. და ეს მონოპოვარი, რომელიც ახლა გონიათ, რომ არის მონოპოვარი რაღაცნაირად ესეთი, თქვათ, აი თითქოს როგორც ამბობენ, საჩუქარი, ეს არ არის საჩუქარი, ქვეყანას აქვს კონკრეტულად შესასრულებელი ძალიან ბევრი უამრავი სტანდარტი, უნდა აკმაყოფილებდეს უამრავ სტანდარტს ადამიანის უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ, რაც დემოკრატიის უგუსვლა. ეს სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქვეყანა გადაიხდის ძალიან დიდ ფასს. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა, შევინარჩუნოთ შანსი, რომ საქართველოს დარჩეს ოდნავ მაინც ისტორიული ტრაექტორიის ერთგული, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ქართული ოცნების რეჟიმის დასუსტება და რა თქმა უნდა ჩამოცილება მთლიანად ძალაუფლებიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თვეები გველოდება წინ. 19 ივლისს გელოდებით ყველას რუსთაველზე, ჩვენ ვაგის პარკი და უბრალოდ უნივერსიტეტიდან, ჭავჭავაძის უნივერსიტეტიდან მივდივართ სვლელობით ყველა რუსთაველზე. ჩვენ გვაქვს არათანამშრომლობის რეჟიმთან კამპანია, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული, ვთქვათ, ადამიანების კვლავ ერთობის კამპანია, ის რომ რეჟიმთან თანამშრომლობას ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ ლეგიტიმაციის მინიჭებას. ამას ძალიან უწყარო რამოდენიმე რაღაც ბევრი ჩემი კოლეგა ამას უწოდებს არჩევნებს, არარუსულ არჩევნებს და რა თქმა უნდა კი ევროპის კავშირს და კატეგორიულად მიუღებელია უვიზო რეჟიმის შეჩერება იმ ვაჭრობის საფუძველზე, რაც ვიცნა ივანიშვილი აკეთებს. ეხლა რაც შეეხება ამას, რაც მოხდა გუშინ თბილისში, მე ვახსენე თქვენი პოსტი, სადაც ამბობთ, რომ თქვენი შვილიც იყო იქ, მანქანაში იჯდაო, რა მოხდა კონკრეტულად რო გითხრათ და შემდეგ რო შეაფასოთ ეს ამბავი. კახა კალაძემ გააკეთა კომენტარი და ტრადიციულად თქვა, რომ ყველაფერში რატო ადანაშაულებთ მერიას, როგორ შეიძლება ყველაფერში ზე იყოს კახა კალაძე პასუხისმგებელი. ხო, ჩემი შვილი ძალიან ძიმე დღე იყო გუშინ და ეხაც კი ვერ მოვდივართ აზრზე, არ ვიცი, ნამდვილად გადარჩა. ჩემი თანამშრომლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაიღუპა და დაშავდა, რა თქმა უნდა, მე ვიყავი 4 საათის განმავლობაში, როდესაც თორნიკებდა ამერიკა, ანუ ჩვენი მისი მანქანა კომპიუტერის გასაკეთებლად იყო მისული და რაღაც ნაწილის საკითხად თუ არ ვწდები და მანქანა დააყენა ზუსტად იქ, სადაც მოხდა ეს ტრაგედია. და რა ვიცი, არავის არ გაუფრთხილებივართ ჩვენს და არც მოსახლეობა, რომ იქ არ შეიძლებოდა მანქანის დაყენება ან ადამიანების გალვა, რომ ის იყო სასიკვდილო ზონა და სულ რამდენიმე მეტრით აწყდა, როდესაც მიდიოდა მანქანას ჩასაჯდა მათ რაღაც რამდენიმე 3 თუ 4 მეტრით აწყდა ის ბეტონის დიდი ფილა და ანუ ეს რაც მანქანა დაზიანებულია ძალიან, თუმცა უამრავი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა 2 ადამიანი. ხო, ეს არის წარმოუდგენელი გულგრილობა და ქართულ ოცნებას ეხა ფულის ხაფვის მეტი არაფერი არ აინტერესებს, მე რა აინტერესებს მხოლოდ ფულის მოხვეჭა. ადამიანებს აბრალებენ, მოსახლეობას აბრალებენ, საერთოდ როდესაც მოსახლეობიდან მე მგონი იქ დაშავებული არავინ არ არის, ყველა გამლელია იქ ადამიანი, ვინც იყო ჩვენც რა ვიცი, არც თორნიკე არ ცხოვრობდა, ცხოვრობს იქ და უბრალოდ აღმოჩნდა ბევრი ადამიანი იქ. ხო, ანუ აქ იმაზე კი არ არის საქმე, რომ ვისაძალებდნენ გამოსვლას და რა შეთანხმება იყო საფუძველი. საფუძველი ის არის, რომ სასიკვდილო ზონა იყო და ამაზე მე თვითონ ველაპარაკე უამრავ ადამიანს და ყველა ამბობდა, რომ ჩვენ რეკავდით ბევრჯერ მერიაში დავრეკეთ, იქ გასაგები იყო, რომ ეს კარნიზი რაღაცნაირად იყეოდა, გზარი დიდი იყო, როგორც ჩანს ამ სიცხეებმა გამოიწვია გამოშრობა საბოლოოდ ამ ბეტონის
და მოირყა და ჩამოიშვნა და ჩამოვარდა. მე არ ვიცი, ესეთი მე რამდენი შემთხვევა უნდა მოხდეს, რომ ვინმე პასუხი აგოს, ან თბილისის მერმა აგოს პასუხი. მე რამდენი შემთხვევა უნდა მოხდეს, რომ აგოს პასუხი კონკრეტულმა სამსახურებმა. არავინ ბავშვის დაღუპვა იქნება ადამიანების დაღუპვა. არ ვიცი, არავის არ აინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მათი მთავარი პრობლემა ეს არის როგორმე ჩაახშო პროტესტი და ადამიანების რეპრესია მოუწყონ ადამიანებს. სხვა კეთილმოწყობა რა ვიცი, კალადის პიარის სამსახურზე იხარჯება კალადის პიარზე რა ასეულობით 1000 და რა გახდა ამ კარნიზის არ ვიცი, ამ ფასადის შეკეთება, ხო? ანუ წარმოუდგენელია, ძალიან სოფში ვიყავით ჩვენ ყველა, იქ ვინც ვიყავით და განსაკუთრებით ვინც რა თქმა უნდა ის ოჯახები იმის დაშავდა და ვისაც გარდაცვლილები ყავს ახლა, მეც სიმართლე გითხრათ, ეხლაც ვერ მოვდივარ აზრზე, რა მხოლოდ ტრაგედიას გადავრჩით. უბრალოდ ეს არის ქოცების შვიდობა, ხო, ამას ვწერდი ზუსტად, თუ არ გაგიმართლებს, შეიძლება მოკვდე. აი ესე მარტივად უბრალოდ მოკვდე, დაგეცეს რაღაცა თავში და მოკვდე და გაგჭყლიტოს. აი ეს არის წარმოუდგენლად, არ ვიცი მე ამ ქვეყანაში და კალაძეს იმისი იმედი აღდგება კავშირი ხატიასთან რომ დაასრულოს. კალაძეს იმისი დრო აქვს და საშუალება და კომპეტენცია თითქოს რომ ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ იტლიკინოს და რაღაც ქართული ხალხის არჩევანი წაართვას. და იმისი დრო არ აქვს რომ გაიაროს უბრალოდ და შეხედოთ რამდენად ძიმე მდგომარეობაშია. დანგრეულია თითქმის მთელი შენობები და მერე მოსახლეობას აბრალებს. იქ მოსახლეობაზე კი არ არის, იქ არის რომ გამდენი ადამიანების სასიკვდილო ზონა იყო. და ეს გამდენი ადამიანები მოკვდნენ და დაიღუპნენ. ხო, ამიტომ უმძიმესი ტრაგედია და მე არ ვიცი რამდენი რამე უნდა მოხდეს ისეთი რომ ვიღაცამ პასუხი აგოს, მაგრამ ხოცების შემთხვევაში და რეჟიმის პირობებში ეს არ მოხდება. გასაგებია, მადლობა დიდი ხატია გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხატია დეკანოიძე გვერდთვებოდა, რომელიც საუბრობდა იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც გუშინ მოხდა და კიდევ ერთხელ შეგახსოვოთ, მისი შვილიც იქ იყო და ბეძზე გადაურჩა ამ ტრაგედიას. ანა გოგოლაძე არის ჩვენი სტუმარი, საკრებულოს წევრი, თბილისის საკრებულოს კოალიციას ცვლილებებისთვის წარმომადგენელი. ანა, მოგესალმები. და რას ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლებოდა ამ ყველაფრის პრევენცია, ამაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად სწორი არის თბილისის მერის დამოკიდება, ხა კახაკალაძემ თქვა, ყველაფერზე მერი არის დამნაშავე, კახაკალაძეა დამნაშავე, ეს სწორია, არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი, არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეციალისტად შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს ის ამბობს, რომ ხალხზე გადაიტანა ფაქტობრივად პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მოსახლეობა არ თანხმდება გამოსახლებას. კი ბატონო, მოგესალმებით მე ვარ. მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში გარდაცვლილთა ოჯახებს მინდა მიუსამძიმრო და დაშავებულებს მალე გამოჯამრთელება ვუსურვო. ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რომელიც გულწრფელად და ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის სისტემური გულგრილობის, არაპროფესიონალიზმის და კორუფციის შედეგი ამ ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ როდესაც ესეთი ფაქტები დედაქალაქში წლების განმავლობაში იქცევა ტენდენციად და არა ცალკეულ შემთხვევებად, ხო? და მაშინ, როდესაც მივდივართ უსაფრთხოების ნორმების მორღვევასთან და არაჯეროვან შესრულებასთან, ბუნებრივია ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ინსტიტუციის, იმ წარმომადგენელს, ამ ინსტიტუციის და იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებსაც კანონმდებლობით მათ შორის, რომელსაც იშველიებს დედაქალაქის მერი, აკისრიათ ამის შესრულების ვალდებულება. კახაკალაძე არის ქართული ოცნების ის მაღალჩინოსანი, რომელიც ყველა დატრიალებული ტრაგედიის დროს ცდილობს, რომ იპოვოს განტევების სვაცი და ყველანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან. ეს შეიძლება იყვნენ ბავშვები, რომლებსაც არ უნდა ეთამაშათ შადრევანში, ხო? ეს შეიძლება იყვნენ მოზარდები, რომლებსაც უბრალოდ, რომლებიც არ უნდა შესულიყვნენ გარკვეულ ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეები, მობინადრეები და ასე შემდეგ. და არასოდეს ჩვენ არ გვინახავს მათი მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების, ან უბრალოდ კითხვის ნიშნის დაყენების, რომ კი შეიძლება ეს მართლა ჩვენი, მოდი გამოძიებას ვაცადოთ, ჩვენი რომელიმე სამსახურის, რომელიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მუნიციპალური ლაბორატორიის, ან კონკრეტული, არ ვიცი, კონკრეტული სიპის აიპის პასუხისმგებლობა არის, ხომ? არა, პირდაპირ იერიშით მოდიან მსხვერპლთან ამ შემთხვევაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კახაკალაძის განცხადებები
და გუშინდელიდან მოყოლებული განცხადებები ძალიან ბევრ უზუსტობას შეიცავს პირველ რიგში და ეს უზუსტობაც იმის მაჩვენებელი არის რომ ჯერ თქვა მეხუთე კატეგორია მე აღმოჩნდა მესამე და ასე ეს არ ვიცით რა აღმოჩნდა რეალურად არ ვიცით რა აღმოჩნდა იმიტომ რომ დღემდე მეორე დღე არის და ჩვენ არ გვინახავს დოკუმენტი რომელიც მუნიციპალურ ლაბორატორიას ხო მის საფუძველზე უნდა იყოს ეს დასკვნა დადებული ეს არის მესამე მეოთხე თუ მეხუთე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა ხო ესეც პრობლემა არის თუ მესამეთ აქვს შეფასებული მუნიციპალურ ლაბორატორიას და უბრალოდ შენობა იშლება, მაშინ რატო აქვს მესამე კატეგორია მინიჭებული? თუ მეხუთე არის, რატო ცხოვრობდნენ იქ ადამიანები და რატო ეძლეოდათ უბრალოდ ადამიანებს გადაადგილების და კომერციული საქმიანობის უფლებამოსილება, ხო? ორივე შემთხვევაში მესამეა, მეოთხე თუ მეხუთე ამას მნიშვნელობა არ აქვს. სისტემ გულგრილობასთან გვაქვს ჩვენ საქმე. მოსახლეობას რო უთხრა როგორ აფასებს მუნიციპალური ლაბორატორია ავარიულ შენობებს. თქვენ თვითონ დაახლოებით ეგ როგორი პროცესი არის, ხო? თბილისი არის ქალაქი, რა მახასიათებელი აქვს, სადაც 100,000-ობით ისტორიული, ავარიული, ხო, კატეგორიის შენობა გვაქვს. როდესაც სამეზობლო წერს განცხადებას, მუნიციპალური ლაბორატორიიდან მოდის 1 ან 2 ადამიანი, რომელიც გარე ვიზუალური დათვალიერებით, აი ეს შემოულიან კორპუსს და იტყვიან, რომ ეს მესამე, მეოთხე ან მეორე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა არის. დედაქალაქის მერიას დღემდე ამ ტიპის ქალაქში არ აქვს სისტემური აღრიცხვა. სისტემური აღრიცხვა. არ აქვს პრიორიტეტიზირებული ხო, მაგალითად, რომელი უფრო მეტად ავარიულია ჩანაცვლების საკითხი სად დავიწყოთ, რომელზე უფრო მეტი ზეწოლა განვახორციელოთ, ხო? საძებოს პროგრამა გვაქვს. პროგრამა, სადაც არ არის დაპრიორიტეტებული. აი, რისი თქმა მინდა. ეს შენობა, რომელიც გუშინ ჩამოიშალა და მსხვერპლი მოყვა, აი, აქ თურმე დედაქალაქის მერია ვერ ახერხებდა რამოდენიმე მობინადრის დათანხმებას, მაგრამ გამრეკელის 8 ნომერში, ხო, მოახერხეს ჩარშან მაგალითად ჩაენაცვლებინათ კორპუსი. არ მუშაობენ ინვესტორებთან, არ მუშაობენ რეალურად მოსახლეობასთან და პრიორიტეტიზაცია არ ხდება. საბურთალოზე ის ნაკლებ ავარიულობის იყო სხვათა შორის. რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ხა რომელიც ჩანაცვლება? მანდ მივდივარ ზუსტად. ესენი მუშაობენ ამ შემთხვევაში დეველოპერების, ხო აი, დეველოპერისთვის ბუნებრივია უფრო მომგებიანია საბურთალოზე ჩაანაცვლოს კორპუსი, ვიდრე ვაგზელის მიმდებარედ, რომელიც არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც არის რაღაცა გარე ვაჭრობასთან ვაჭრობის სივრცეში მოქცეული კორპუსი, სადაც არავის შეიძლება არ უნდადეს ფართის ყიდვა, ხო? ზუსტად ამაზე არის საუბარი. ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო, რომელსაც 4 წელია თვალყურს ვადევნებ თბილისის საკრებულოში და ამაზე პროტესტი რო გამიჩნდა, იქიდან ნუ ცოტა არაადეკვატური პასუხიც მივიღე უმრავლესობის მხრიდან. ჩვენ დედაქალაქში გვაქვს დაახლოებით ეს ზუსტი მონაცემიც არ ვიცით და ესე ძალიან დიდი პრობლემა არის. 10,000 შენობა, რომელსაც აქვს ავარიული სტატუსი მინიჭებული, საიდანაც 2,000-ზე მეტი არის დაახლოებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ბუნებრივია ყველა არ არის მესამე, მეოთხე, მეხუთე კატეგორიის, რაღაც არის მეორე კატეგორიის შედარებით მსუბუქი, რომელიც შეიძლება გამაგრების საფუძველზე ხო შენარჩუნდეს და მაგალითად არ იყოს აუცილებელი ჩანაცვლების პროგრამა. 2020 წელს თბილისის ბიუჯეტში, რომელიც არის დაახლოებით 2.2 მილიარდი ლარი, დღევანდელი მოცემულობით და წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. 2020 წელს, აი მინდა პარალელურად გავავლო, ავარიული შენობების გამაგრებაზე 10,000 საცხოვრებელ სახლზე არის საუბარი. გამოყოფილი იყო 13 მილიონი. მილიარდიან ბიუჯეტზე გვაქვს საუბარი, ხო? და 2024 წელს 7.4 მილიონი ლარი. ანუ ქალაქში პრობლემა იზრდება, ხო? ეს კორპუსები თავის თუ არ მაგრდება პირიქით წლიდან წლამდე ემატება ამ 10,000-ობით ჩამონაცვალს კი უარესდება და მძიმდება, ხო? ამ ჩამონაცვალს და ამ დროს თბილისის მუნიციპალურ ბიუჯეტში, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ავარიული კორპუსების გამაგრების ხარჯი, რომელმაც უბრალოდ პრობლემა შეიძლება მოაგვაროს და ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინოს, 2.2 მილიარდიან ბიუჯეტში მხოლოდ დაახლოებით მონახული არის 7 მილიონი ავარიული სახლების გამაგრებისათვის, ხო? მეტი რაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც სისტემურ გულგრილობაზე გვაქვს საუბარი, არა პროფესიონალიზმზე და არასწორ პოლიტიკაზე, რომელსაც მოყვება ხოლმე ადამიანების სიცოცხლის მოსწრება. აკ ახლა მეცნიერულ გადაცემაშიც თქვი ამის შესახებ და ერთი თემა არის მოსახლეობის საკითხი, ხო, მობინადრეების უпроსტად, ვინც ამ კორპუსში ცხოვრობდა და დაუშვათ ისინი არ თახდებიან და საკუთარ თავზე აიღეს რისკი. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო მობინადრეები არ დაზარალებულად. აქ საუბარი არის ის შესახებ, რომ ქუჩაზე იყო გადმოყოლდებული რაღაც შენობის ფასადი, რომელიც დეკორაცია იყო სინამდვილეში ხა შენობას მდგრადობაში არანაირი წვლილი არ მიქონდა, მისი მოხსნა შეიძლებოდა მარტივად. აქ საუბარი იმის შესახებ, რომ კარგი მობინადრე არ თახდება და საკუთარ თავზე იღებს რისკს, მაგრამ ქუჩაში გავლენა რა დააშავა, იმას როგორ იცავ, ხო? ხო, როცა ხედავ ასეთ რაღაცა შეიძლება ჩამოვარდეს, შემოღობო, ან იქ რაღაცა სავაჭრო
წერტილები არის, ხო, მაღაზიები, ამის უფლებას როგორ აძლევ? ხო, მაღაზიები იყო და პლუს პარკინგი ყოფილა დახაზული, სადაც ეს მანქანა იდგა ხადია დეგანოიძიშვილის. ანუ პარკინგს ხო ხაზავ მერია, ამაზე მოსახლეობა არის, იმის რა ქვია, ჩამოსავარნი კარნიზის ქვეშ. ამაზეც მოსახლეობა არის პასუხისმგებელი. ზუსტად. ეგ არის ძალიან სწორი პრიზმა ამ საკითხის მათ შორის, ხომ? ერთი არის რატო არ აქვს აქ მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობა ხშირად კალაძემ გადაიტანა აქცენტი იმაზე რომ ქონდა თუ არა გამოსახლების უფლება და იქ რაღაც დადგენილებაზე ესე არ არის როგორც თქვენ გაიგეთ ისე არის და ნუ კარგი გავიგეთ მოსახლეობის გამოსახლების უფლება არ ქონდა ჩვენ სპეცრაზმით არ შევარდებით და რაღაცებს ამბობს და მაგრამ იმ ხალხს რას უშვები ვინც ქუჩაში დადეს ხო? იმის მოხსნა რატო არ შეიძლებოდა იქედან? ერთი არის რომ ამ კორპუსში და ზოგადად ძალიან რთული პროცესი არის მოსახლეობა დაითანხმო გამოსახლებაზე, ისინი უნდა გაუშვა მინიმალური ქირებით, ხო, რაც დღევანდელი მოცემულობით ძალიან მცირე არის და აი ამ პროცესს აჭიანურებს ისიც რომ მოსახლეობას აქვს ძალიან მცირე ნდობა, რომ ეს კორპუსი როდის ჩანაცვლდება, როდის დასრულდება მშენებლობა, ჩვენ გვინახავს წლობით გაჭიანურებული, ხომ, პროცესები და ეს ნდობის ნაკლებობაც ქართული ოცნების მიმართ ამ პროცესს აჭიანურებს და ნუ მე ვიღებთ ხოლმე იმას, რასაც ვიღებთ, მაგრამ აი საკითხი, რაც თქვენ ახსენეთ, ხომ, როდესაც ვიცით რომ შენობა ავარიულია, მისი კონკრეტული ფრაგმენტები იქნება ეს სინკარები, აივანი, გარე ფასადი თუ ასე შემდეგ. რიგ შემთხვევებში შეიძლება იყოს მაგალითად საფრთხის შემცველი, რატო არ ხდება შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების მიღება? გავიაროთ, აი დიდუბე ჩუღურეთი არის განსაკუთრებით მიმართული ქონდა, ხო, ამაზე ხარ. თვითონ მერიც ადასტურებს რომ იცოდა ამ კორპუსის შესახებ, ეს არ ვიცოდით არ არის. ერთი წლის წინ საერთოდ ვიდეო დადო ადამიანმა და რამოდენიმე დღის წინაც ნახეთ რამხელა ბზარები აქო და ამაზე მართლა ვინ უნდა აიღოს ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ხომ ზუსტად ამაში არის საქმე რომ ეს არის სისტემური გულგრილობის ამბავი რომელიც არის დანაშაული ამ შემთხვევაში და შესაბამისად პირდაპირ პასუხისმგებლობა არის დედაქალაქის მერიაზე რომ არ იქნა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების მიღება ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა დიდუბე ჩუღურეთი და მთაწმინდა სოლოლაკის რაიონი ხო გამოირჩევა ესეთი ავარიული შენობა ნაგებობების სიმრავლით აი სადმე ვიაროთ ერთად და თქვენ თუ ნახავთ რომელიმე ავარიული შენობა ნაგებობის გარშემო რაიმე დამცავ ზონას გამაფრთხილებელ ნიშანს რომ მის ქვეშ გავლა არის სახიფათო მთელი ძველი თბილისი იშლება უბრალოდ ქვათაცვენა არის დაწყებული შენობებიდან და ფასადები ადგილზე მინახავს რაღაც ფასად ესეც ხო ერთ-ორ ადგილზე შეიძლება იყოს უბრალოდ ისახლები წაქცევის პირას არის და მისი დემონტაჟიც არ ხდება ხო ეს არის ცალკეული შემთხვევები და ჩვენ საუბარი გვაქვს 10,000-ობით სახლზე და შესაბამისად ეს არის პირდაპირ კახი კალაძის უწყების და მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი. მე ძალიან კარგად მახსოვს მისი ანგარიშის წარდგენა 2023 წელს, როდესაც ახალი მომხდარი იყო ვაკის პარკის ტრაგედია და როცა მოვიდა საკრებულოში მე ვკითხე უბრალოდ ესეთი ძალიან უბრალო შეკითხვა დაუსვი როგორც არჩეულ პოლიტიკურ პირს როგორ ესმის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი აი მისთვის რა იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი და გადმოვიდა იერიშზე და წინა ხელისუფლების გახსენებაზე და ასე შემდეგ ეს არის ანგარიშვალდებულება ამ ქვეყანაში მოშლილია პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება არ არსებობს და ეს ყველაფერი ამავდროულად არის ქვეყანაში უზარმაზარი კორუფცია და კორუფცია არ ნიშნავს რომ ერთი ჯიბიდან ავიღე და მეორეში ჩავდე ეს ნიშნავს იმას რომ რაღაცა რო გასაკეთებელია ან არ ვაკეთებ ან არაჯეროვნად ვაკეთებ რასაც საბოლოო ჯამში მიუყავართ ადამიანების სიცოცხლის მოსპობამდე და აქ გამოსავალს რა შეხედავთ ასეთ ვითარებაში თქვენ გარდა იმისა რომ ხო ოპოზიცია ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას ეს გასაგებია ზოგადად ამ პრინციპების დონეზე რა უნდა შეიცვალოს თქვენი აზრით როგორც აი საკრებულოს წევრს გეკითხებით შემდეგ უკვე ირაკლი როსტომაშვილსაც ვკითხავთ რომელიც სპეციალისტია უფრო საკითხის ძალიან დიდი პრობლემა არის და გამოწვევა არის დედაქალაქისათვის ცალსახა ავარიული შენობა ნაგებობები ამ ტიპის ქალაქი გვაქვს ჩვენ შესაბამისად თბილისის ბიუჯეტი არ არის ცოტა მაგრამ შეიძლება არ ითქვას რომ არც არის საკმარისი ყველა შენობის ან ჩასანაცვლებლად ან გასამაგრებლად და ასე შემდეგ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც დედაქალაქის მერია უნდა აკეთებდეს და არ აკეთებს ეს არის სისტემური აღრიცხვა ამ პრობლემის და მისი პრიორიტეტიზაცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ამბავი არის ის რომ დედაქალაქის მერიამ დაიწყო პროგრამა ალბათ თქვენ გემახსოვრებათ, როდესაც დეველოპერებს უმატებენ კოეფიციენტს გარკვეულ მშენებლობებზე, უკვე დაწყებულ მშენებლობებზე ან დამტკიცებულ პროექტებზე და ამ ფულს აგროვებენ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ან ჩანაცვლების ან გამაგრების პროექტებზე.
ამ ფონდში შეგროვებული არის მილიონობით ლარი, მაგრამ თავად ქართული ოცნების საკრებულოს წევრები სვამენ შეკითხვას, იმიტომ ძალიან ბუნდოვანია, სად იხარჯება ეს ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც იკრიბება დედაქალაქის ხარჯზე, როგორ ხომ, სადღაც რომ უნდა აშენებულიყო 7 სართულიანი შენობა, იქ რამოდენიმე წელში ვნახავთ 15 სართულიან შენობას, ამისთვის დეველოპერი იხდის ფულს, მაგრამ ეს ფული სად მიდის და მაგრდება თუ არა ძველ თბილისში, მაგალითად, ან ნაცვლდება თუ არა კონკრეტული შენობები, ამაზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. მეორე არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი. თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ამბავი ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება და კორუფცია უბრალოდ არ მოიშანთება საერთოდ, ხომ? ჩვენ სულ ვიცხოვრებთ აი ესეთი სიკვდილსიცოცხლის ზღვარზე და უბრალოდ გამართლების ამბავი იქნება, რომ გამოხვალ ქუჩაში, სახსალამათი ჯანმრთელი და პასუხობენ, რომ უბედური შემთხვევა ყველგან ხდება, ასეთ პასუხი აქვს ხოლმე. ეს არ არის უბედური შემთხვევა. და შალო პაპუაშმა თქვა, რომ პოლიტიკური გიენები არიან და ადამიანის ტრაგედიაზე ცდილობენ ქულების დაწერას. ამ შემთხვევაში, როცა პასუხისმგებლობაზე იწევს ოპოზიცია ლაპარაკს, ხელისუფლებას ამას ამბობს, რომ სპეკულირებთ ადამიანების ტრაგედიით და ასე შემდეგ. ეს არის პოლიტიკური ჯგუფია, უბრალოდ რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფრით არ ფასობს და გუშინდელი განცხადებაც რომ ერთი მსხვერპლი დასრულდა აი იმ კონტექსტში, როგორც იყო ნათქვამი, თითქოს ერთი ადამიანის სიცოცხლეც არაფერი არ არის. ეს არის ჯგუფი უბრალოდ რომელსაც სად უნდა მივხვდეთ, იცით რომ არ ადარდებს ამ ხელისუფლებას ადამიანის სიცოცხლე. 4 წელია თბილისის საკრებულოს წევრი ვარ და არ მახსენდება არც ერთი ინიციატივა, არც ერთი გადაწყვეტილება, არც ერთი დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავდა დედაქალაქში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას. ეგეთი რაღაცა არ მიგვიღია 4 წლის განმავლობაში და ეგეთი რაღაცა დედაქალაქის მერიას ამდენი თვითონ ტრაგედიას ეძახიან და ამ დროს სისტემური გულგრილობის შედეგი არის. ამ მიმართულებით არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგავს. და აქ უნდა მივხვდეთ, რომ ამათ რეალურად უსაფრთხოების საკითხები, ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე ნაკლებად აღელვებს. აი მე მოტანილი მაქვს უბრალოდ არ ვიცი ხა კადრში ჩანს თუ არა, ეს არის მანქანაში რაც აღმომაჩნდა ბოლო რამოდენიმე თვის სასამართლოს განჩინებები, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე მეორე ინსტანციის. აი, სულ კითხულობენ ოპოზიცია რას აკეთებსო, ხომ? და მოსახლეობას მინდა უთხრა კიდევ ერთხელ და ეს არის განჩინებები, როდესაც დედაქალაქის საკრებულო და მერია იღებდა გადაწყვეტილებებს კონკრეტულ მშენებლობებთან დაკავშირებით, რომლებსაც ახლავთ ძალიან დიდი უსაფრთხოების რისკები, ურბანული, გეოლოგიური, ეკოლოგიური თვალსაზრისით არც ერთი არ არის გამართლებული. რიგ შემთხვევაში მუნიციპალური ქონების მითვისების საკითხებთანაც ქონია საქმე. ბოლო მივიღე დღეს, სიმართლე რომ გითხრათ, ეს არის იპოდრომის ტყეში ვისოლ ჯგუფის უზარმაზარი მშენებლობის დაწყება და არ გაგიკვირდებათ, ხშირ შემთხვევაში შეიძლება კონვერტებიც არ გავხსნა. და რატო არ გავხსნა? რატო იქნებ მოიგეთ? იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება არ გვიკმაყოფილებს არც ერთს და ხშირ შემთხვევაში შეიძლება განხილვაშიც არ მიიღოს ხოლმე ან არ დააკმაყოფილოს სარჩელი ამ კონკრეტული გადაწყვეტილებების შეჩერება. უბრალოდ შეჩერებას ვითხოვთ და მოკვლევას ვითხოვთ ამ საკითხების შეჩერებასთან დაკავშირებით და მანამ სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მიტაცებულ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბიძინა ივანიშვილის სასამართლო გადაწყვეტას ამ ქვეყნის და ქალაქის განვითარების ბედს ჩვენ ვიცხოვრობთ მუდამ აი ამ საფრთხის და რისკის ქვეშ. თქვენ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კალაძრაზეც წუხდა, რომ აი მოსახლეობა არ თახტება და აქ ხედავთ მოსახლეობის პრობლემასაც, იქ საუბრობდნენ, რომ აი რაღაც ზოგი ძალიან ძვერს ითხოვს და ასე შემდეგ. ანუ გავიგე ხელისუფლების პასუხისმგებლობა ვისაუბრეთ, მოსახლეობასთან დაკავშირებით ამდენად არის მართლაც პრობლემები. ზოგადად ხელისუფალი იმისთვის არსებობს და იმიტომ დივერსიფიცირებული არის ხოლმე მათ შორის პოლიტიკური თანამდებობები თავისი წონის მიხედვით, რომ თუ რაღაცა საკითხს გამგებელი ვერ აგვარებს, თუ რაღაცა საკითხს კონკრეტული უბნის მაჟორიტარი ვერ აგვარებს და ეს საკითხი პრიორიტეტული არის დედაქალაქის და პრიორიტეტული არის იმ თვალსაზრისით, რომ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უკავშირდება, ამ შემთხვევაში ჩაერთოს საქმეში უშედარებით მაღალი ნდობის და ავტორიტეტის მქონე პირია, შეიძლება იყოს მერი, ვიცე-მერის და ასე შემდეგ, ხომ? ეს ნდობა მოიპოვონ, მაგრამ კიდევ ერთხელ თქვი, ნდობის დეფიციტი გვაქვს, ხო? იმიტომ ჩვენ გვინახავს არაერთგზის გაჭიანურებული პროექტები, მაგრამ მოსახლეობას რომ თავი დავანებოთ, აი კალაძეს მინდა ესეთი რაღაცა გავახსენო. რო ავიღოთ ვარკეთილის მეტრო. მისი მერობის მეორე ვადა სრულდება მერვე წელი და დაუსრულებელ ვარკეთილის მეტროს სადგურზე ვინ არის პასუხისმგებელი? თუ ვინმე უკვე დაიკეტა და ღმერთმა იცის რამდენი წლით დაიკეტა კიდევ და რა მდგომარეობაში არაერთხელ დაკეტილა, ხო გვახსოვს ეგ ფაქტიც არაერთხელ დაკეტილა და დღემდე არ არის დასრულებული და ხან რაღაცა ცვიოდა და ხან რაღაცა ჟონავდა იმ ვარკეთილის მეტროდან.
იგივე არის სარაჯიშვილის მეტროსთან დაკავშირებით და მის გადასასვლელ ხიდს ძირი აქვს უბრალოდ გამომპალი. ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? აქაც მოსახლეობის თანხმობის მოპოვება ხო არ სჭირდება მერიას, რომ უსაფრთხოების ნორმები დაიცვას. შესაბამისად, სხვისკენ ვექტორის მიმართვა ძალიან ადვილი არის, მაგრამ იმიტომ არის თავდასხმის რეჟიმის გადმოსულები, რომ მათ კარგად იციან, რომ ცდილობენ თავდაცვის რეჟიმში ჩადგნენ რეალურად, იმიტომ რომ დედაქალაქში უსაფრთხოების ნორმების დაცვა ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია არსებობს სულ ცოტა, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერიის. ხო და ალბათ მერიც უნდა გამოვიდეს კაბინეტიდან, ხო უფრო ხშირად, გამოდის თუ არა საერთოდ და მართლა თვითონ მივიდეს და თვითონ გაარკვიოს. ხო, გასაგებია რომ სამსახურები იმისთვის არსებობს, მაგრამ შენი თქვის არ იყოს, რომ სამსახური ვერ აგვარებს, გამგებელი არ გაქვს, მერი ხარ. ხო, შეგიძლია რომ გამოხვიდე და მოსახლეობას პირადად დაელაპარაკო. ზუსტად. არ ვიცი, რამდენად აკეთებს ამას კალაძე, გაგიგია თუ არა ამის შესახებ, მაგრამ მარტო ლენტის გახსნა არ არის ალბათ მერის საქმე, ხო? ხო, მე სადაც მახსენდება კალაძის როლი, ეს არის კონკრეტული პარკების, სკვერების გახსნა, რომელიც ძალიან კარგია, მაგრამ დედაქალაქში შესაძაც ამდენი გამოწვევა გიდგას, რომელიც სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას უკავშირდება ამ ქალაქისას, ბუნებრივია მარტო ამით არ უნდა იყოს დედაქალაქის მერი დაკავებული, ეს ერთი და შესაბამისად ამ შემთხვევაში ბუნებრივია ცალსახად დგას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ეკოზე. დღეს თქვენმა კოლეგამ ტატა ხოდელიანმა გამართა ბრიფინგი, სადაც თქვა, რომ სწორედ ეს პრობლემები არის მიზეზი, რის გამოც ამ არჩევნებში მივდივართ, რომ ხო არ დაუტოვოთ ქართულ ოცნებას და კახა კალაძეს ასეთი ქალაქია და ხო არ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტია შეცდა, როცა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, იქნებ ჯობდა გებრძოლათ თუნდაც თბილისის მერის თანამდებობისთვის. მე ძალიან მწუხვა, რომ ლელო და გახარია ერთი, რომ ორივე იკეთებენ პოლიტიკურ ხარაკირს და პარტიულ ხარაკირს და ეს პარტიული და პოლიტიკური ხარაკირია იმიტომ რომ ეს არის პროტესტის და ხალხის ღალატი პროცესის მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვარწმუნებდით იმაში და არა მარტო ჩვენ ვარწმუნებდით, არამედ მათი დასკვნებიც ამაზე მეტყველებს, EUTODIR-ის დასკვნა რომ გავიხსენოთ ყველაზე ბოლო, რომ არჩევნების მიმართ ნდობა საერთოდ დაკარგულია და ამ ქვეყანაში ადამიანებს არჩევანს უბრალოდ ართმევენ და ყველა კარგად ვიცით, რა სქემით იპარავენ ადამიანების არჩევანს და ნებას, პოლიტიკურ ნებას ამ ქვეყანაში და შედიან ამ პროცესში და ცდილობენ ამ პროცესის ლეგიტიმაციას. ხო, ეს არის ძალიან მძიმე, ჩემთვის რაღაცა პოლიტიკურად მოღალატეობრივი. მე არ ვამბობ, რომ ამაში ვინმეს ფული შეიძლება ქონდეს აღებული, მაგრამ ეს არის პარტიული ეგოცენტრული გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში და მე ტატა მოქმედი საკრებულოს წევრია და ძალიან კარგად იცის დარწმუნებული ვარ, აი ტყუილა არ მაქვს ესენი მოტანილი რა. 21 წევრი ვიყავით ოპოზიციონერი და ვართ ჯერ კიდევ ოქტომბრამდე და პროპორციულად უფრო მეტნი ვიდრე ქართული ოცნების წევრები. არაერთი სამუშაო გვაქვს გაწეული, მათ შორის სასამართლოს მიმართულებით და მომკიდებელი ექსპერტიზის მიმართულებით და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული, თუ არ მოხდა რეჟიმის ძირეული ცვლილება, თუ არ მოხდა სამართალდამცავი ორგანოების განთავისუფლება, სასამართლო სისტემის განთავისუფლება, კლანისგან და ასე შემდეგ, პირველი, რომ მოსახლეობას ატყუებენ, რომ ორი პარტია ამ არჩევნებს მოიგებს და მათ ძალიან კარგი იციან. არჩევნები არის მიტაცებული, CSKO არის მიტაცებული, თვითმმართველობის კოდექსი არის გადაწერილი და შესაბამისად ჩვენ გვქონდა ჩვენი პირობები, პოლიტპატიმრობის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არც ეს ორი პირობა არ არის დაკმაყოფილებული და შესაბამისად ჩვენ ვრჩებით ამ მოთხოვნების ერთგულები და ამ იზოლაციის როგორც ინსტრუმენტის ერთგულები. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანა გოგოლაძე, თბილისის საკრებულოს წევრი, კოალიციას ცვლილებებისთვის წარმოადგენს ის ამ პარტიას, კოალიციას, დავიმშვიდობები მას და ჩვენ შემდეგი სტუმარი იქნება ირაკლი როსტომაშვილი, არქიტექტორი, ის ქალაქის არქიტექტორი იყო წარსულში. მივესალმები მას, გამარჯობა ბატონო ირაკლი, თუ გესმით ჩემი? მე მესმის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში რო გითხრათ ამ პრობლემის შესახებ, ავარიული სახლები მართლა ძალიან დიდი პრობლემა არის თბილისში, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის და ну აი ასე იჩინა ამან თავი, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში მხოლოდ ავარიული სახლის პრობლემა დგას, თქვენი აზრით თუ დგას ასევე თბილისის მერის გულგრილობის პრობლემა, იმიტომ რომ აქ საუბარი არ იყო რაღაც სახლის მოსახლეობის გაყვანაზე, სახლის ჩანაცვლებაზე, აქ საუბარი იყო ელემენტურად იმაზე, რომ ეს დეკორაციული რაღაცა ფილები, რომელიც გამვლელებს უქმნიდა საფრთხეს და არა მობინადრებს, შეიძლება და უბრალოდ ვიღაცას პასუხისმგებლობა აიღო, მოეხსნა, რომ ხალხს არ დაცემონ, ან შემოეღობათ მაინც. რომელი ფილები ესა?
რაც ჩამოვარდა. ვერ გავიგე. რაც ჩამოვარდა ამაზე ვლაპარაკობ, ხო? არა, ეს ფილები არ ჩამოვარდა, პარაპეტი ჩამოვარდა, ეს არის ხო, ნუ შეიძლება ტერმინი მეშლება ხა უკაცრავად, მაგრამ მისი მოხსნა შეიძლებოდა, ხო, მარტივად დამეთანხმებით ალბათ. არა. არ ვიცი, ან შეიძლებოდა შემოღობა, არ ვიცი, შეიძლებოდა შემოღობა, ხო, იცით როგორ არის? ანუ რა გამაგრება მაინც შეიძლებოდა, რომ ხალხს არ დაცემოდა თავში. დღეს კალაძე ამბობდა, რომ აი მოსახლეობა არ გადისოდა. ნუ გავიგე, მაგრამ მოსახლეობის არ გასვლა რა კავშირშია გამვლელების უსაფრთხოებასთან? რატო უნდა იყოს ასეთი საშიში შენობის ქვეშ მაღაზიები, პარკინგი რატო დახაზა იქ მერიამ და ასე შემდეგ, ხო, უამრავი კითხვა არის. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გულგრილობა არის უბრალოდ მერიის მხრიდან. სწორედ მაგაზეა საუბარი, რომ აქ არის კომპლექსურად ძალიან ბევრი საკითხები. ესე იგი, ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ მე რაღაცა პერიოდი მუშაობდი მერიაში, ასე ვთქვათ, და ვიცი ეს პრობლემები. ცხადია, აქ იკვეთება არაერთი პრობლემა, არამედ დაწყებული მერიით და დამთავრებული მოსახლეობით. ანუ კომპლექსური არის, დამიჯერეთ ახლა იქ რაც არ უნდა ის იყოს ჩემგან ამის გაჟღერება, სერიოზული პრობლემა იყო. აი წარმოიდგინეთ, მე როგორც ვიცი, ერთ თბილისში გარევაჭრობა აკრძალული არის, ხო? ნუ ფაქტია, რომ იყვნენ მოვაჭრეები. ხო, იდგენ გარეთ მოვაჭრეები. გარეთ იდგენ და მაღაზიებიც იყო ამ შენობის პირველ სართულზე, ანუ ხალხი შედიოდა, გამოდიოდა. გარევაჭრობა აკრძალულია. ანუ კომპლექსურად, აი ყველაფერი მიშვებული და ყველა ჩემი, აი რაც მე კადრები ვნახე, გეუბნებით ხა. მე იქ იმ მომენტში არ ყოფილი ვარ, მაგრამ თქვენს რომ ეს პარაპეტი ჩამოვარდილი დაეცა გარე მოვაჭრეებს. გარე მოვაჭრობა თბილისში აკრძალული არის. ანუ გარე ვაჭრობა ვიღაცა იდგა და ვაჭრობდა გარეთ. ხო ესე იგი, თუ იმას დაეცა. იქ შეიძლება აბსოლუტურად მართალი ხარ თქვენ რომ იქ შეიძლება ჩვეულებრივი ბავშვები თქო სკოლაში მიდიოდნენ ან მოდიოდნენ. იმ შენობის ავარიულობა არა მარტო მოსახლეობის მაცხოვრებლების პრობლემა არის, არამედ საერთოდ ქუჩის და მთელი საზოგადოების პრობლემა არის. ანუ ჩემი აზრით თუ ეს შენობა ხა აი ხო გეუბნებით მე ვთქვათ, ნუ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე შეიძლება თქვა შემიჩნევია, მაგრამ მისი ავარიულობა და მისი ის არ დამიდგენია. თუ იყო მესამე კატეგორიის ავარიული შენობა და მით უმეტეს გარკვეული კონსტრუქციული ელემენტები იყო ავარიული, აუცილებლად უნდა დაცული ყოფილიყო და იქ წვდომა არ უნდა ქონოდათ მოსახლეობას იქ შესვლა გამვლელი და რაღაცა არ უნდა იმას არ უნდა ყოფილიყო. ნუ იქ ძალსახად რაც უნდა მაგას ლაპარაკო. ხო, ამაზე არის საუბარი, როცა საუბრობენ მერიის პასუხისმგებლობაზე, გულგრილობაზე და ასე შემდეგ და ნუ დღეს ჩვენ მთელი დღე ვისმენთ მოსახლეობაზე რაღაც იმის, რა ქვია, გადატანას პასუხისმგებლობის. არა, მოსახლეობაზე არა, მერაბ, აი თუ შეიძლება რა. მე ვთქვი, რომ ეს არის კომპლექსური ცნება. მე გარკვეულ პასუხისმგებლობას მოსახლეობაზეც გადავახ. იმიტომ რომ მოსახლეობა თქვათ ამ შემთხვევაში არის რაღაცა ისეთ რეჟიმში, რომ არ გავალთ, არ იმას ვიზამთ, აბა ჩვენ რა ვქნათ, არ შეიძლება, როცა არის ავარიული შენობა, როცა არის რეკომენდაცია, რომ ეს შენობა უნდა დაიცალოს, მაშინ მოსახლეობამ უნდა, ნუ ეს აქ ლაპარაკი არის ადამიანის სიცოცხლეზე. ეგ ძალსახად ეგრე არის და ხო, კი, მაგაში გეთანხმებით უბრალოდ გამვლელების დაცვა ამასთან კავშირში არ არის. ხო და მაგიტო ამბობ რა ესე იგი მოსახლეობას ვამტყუნებ რომ იმ შენობაში თქვათ არ იყო დაცლი თუ მერიამ და დოკუმენტები არსებობსო ეგეც არ მინახიება რა მოვისმინე ეგ ჟურნალისტებმა მოიკითხეთ ნახეთ თუ შეთავაზება და უпроსორეთ რაღაცა წინადადება და ამ გაფრთხილება იყო მოსახლეობისთვის უნდა გასულიყვნენ ეს ალსახად და მოსახლეობას ამ შემთხვევაში მე გონია რომ არასწორად ნუ მან ალბათ იმაზეც არის დამოკიდებული რამდენად კარგ პირობებს თავაზობენ რას თავაზობენ აი მაგაზე ვერ დაგეთახმებით რა მაშინ დავიწყოთ ძალიან შორიდან პირველ რიგში მე მაგალითად როგორც თბილისის მოქალაქე რა ქვია 1,300,000-დან ერთ-ერთი მე მაინტერესებს რა პრობლემა არის? ეს პრობლემა ის ხო არ არის, რა ქვია, ზოგადად ავარიული ფონდი. მოდი უნდა ვიცოვეთ, რამდენი სახლი არის და რასაც მე 25 წელია უნდა ლაპარაკო. უნდა ვიცოვეთ, როგორი რამ მდგომარეობაშია. არის სახლი, რომელიც ისეთი კონკრეტულად ეგ შენობა რა. ეგ ისეთია, რომ მე თუ მკითხავთ, აი მზად ვარ პირდაპირ გეუბნებით რა, ჩემი კომპანია მივიდა და ჩვენ გავაკეთოთ, იმიტომ რომ მან უზარმაზარი ინტენსივობის კოეფიციენტის რესურსი არის და ძალიან კარგი ადგილია და მანდის მოსახლეობა შეიძლება დაკმაყოფილდეს და გაკეთდეს. ეგ ისეთი ადგილია.
მაგრამ არის ადგილები, რომელიც მაგალითად პირობითად ისტორიულ ზონაში, თქვათ, სოლოლაკში, თაწმინდაზე, ქრთანიში, თქვათ, იმაზე რა ქვია, დიდუბის რაიონში, ესე ჩუღურეთის რაიონში, ისტორიული შენობები რაც არის, იქ როგორ არის, წარმოიდგინეთ ბინებში, თბილისურ ეზოებში, თქვათ, ცხოვრობს 10-8 ოჯახი. იქ რო ნორმალური საცხოვრებელი პირობები გაუკეთდეთ, არათუ იმათ დამატება და დამატებითი ფართი. იგივე ფართს ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ თქვათ 10 ოჯახს აქვთ ერთი საფერფარეშო. იქ რო გაკეთდეს ყველა ოჯახისთვის საფერფარეშო, ეს ხო რაღაცის ფართის მოკლების ხარჯზე გამოვა, ანუ ოჯახს თუ უკავია პირობითად 50 კვადრატული მეტრი და იმას რო გაუკეთდეს საფერფარეშო, იმას საცხოვრებელი გამოვა არა 50, არამედ 45 მაგალითად, ანუ 42. ანუ იქ ამის რესურსი არ არსებობს. იქ სხვანაირი მიდგომა უნდა. იმიტომ ვლაპარაკობ, რომ თუ არ გაკეთა თბილისის დეტალური პასპორტიზაცია, აი ეს ინვენტარიზაცია მშენებლობის და ვიცოდეთ, ვის რა პრობლემა აქვს. ხო და ამდე ხანს რო ვერ გაკეთდა ეს კიდე ნუ ახლა ეს ხო მოსახლეობის პრობლემა არ არის არა, ხო? იმ რატო არ გაკეთა მე რა გინდა გითხრათ ეგა? რატო? იმიტომ რომ აი შემდეგი ირაკლი როსტომაშვილი ჩართვა იქნება, ღმერთი გვაშორეს, აი შემდეგი საფილ ჩამოინგრევა, მე დამიწყებს დეჟი ეხლა აი დავრბივარ იქიდან, რა ქვია, სახში მოვიტანე შტატივი და აი ყველა ტელევიზია მე მირეკავს. მანამდე ვინმეს გახსენებია? აი ბოლო ეგეთი ჩართვა მქონდა, რაღაცა რო ჩამოინგრა, მთელი ყველა ჟურნალისტი მე მირეკავს. აი მაგის ბრალია. ავიგე, მაგრამ პასპორტიზაცია ხო მერიამ უნდა გააკეთოს, ინვენტარიზაცია. გასაგებია, მაგრამ უნდა მოვთხოვოთ. უნდა მოვთხოვოთ, რომელიმე აი საკრებულოს წევრი ყავდათ, ეხლა ახსენა პასპორტიზაცია. თუ არ ვიცით კურნალობის დაწყება, თქვათ, შეიძლება ავადყოფს უმკურნალე, თუ არ იცის რა ჭირს. შეიძლება? ჩვენ ვიცით, ვინმეს დათვლილი აქვს, მე დათვლილი მაქვს და გეტყვით ამ ციფრს, მაგრამ ვინმეს დათვლილი აქვს, რა ჯდება, აი თქვათ, რომ იცახენ და დავაკმაყოფილოთ, თქვენც მითხარით, რომ იქნებებად არ აწყობთ. გვაქვს მაგის ფული? ეხლა თქვენც რომ თქვენ მშობლებს უთხრათ რომ მე არ მაწყობ ჩემი 2 ოთახიანი ბინა და მიყიდე. აქ თქვენ მშობლებს მაგის ფული 5 ოთახიანი გიყიდო. აი ეს მთელი ავარიული ფონდი თუ ვიძახით რომ არის 10000 ავარიული სახლი, ამ 10000 ავარიულ სახლში უნდა ჩავთვალოთ დაწყებული ლოტკინის მთაზე თქვათ ის ბარაკული განაშენიანება და დამთავრებული ფორნიჭალაში კომუნისტების ჟარგონს ვიხარ პახველიაზე დაუმთავრებელი ის კორპუსები, რომელიც კომუნიკაციები არ იყო ზოგადად მიყვანილი. და ვაზის უბანი და ვარკეთილი და ისანში და ეს კორპუსები, ავარიული კორპუსები. ეგ თქვენ არ იცით ეგ რა კატასტროფაა კიდე. ეს ხრუშოვკები ვთქვი, უამრავი შენობებია, რომელიც არის ნებისმიერ მიშენება დაშენებები, ეგენი ავარიულებია. ამის აი ისეთ მდგომარეობამდე მიყვანა, რომელშიც ადამიანის ცხოვრება შეიძლება, ჩემი ვარაუდით, ძალიან უხეში დაწვრილებით, ეს არის 30-დან 40 მილიარდ ლარი. ეხლა საიდან, აბა ეგეც მითხარით ეგ ფული. ეგ უნდა იყოს ნათქვამი, მაგეც უნდა დავიწყოთ, რომ კი ბატონო, არის პრობლემა რა. ამ სადღეგრძელოებიდან და ევინა გამოვიდეთ რა. უნდა ვთქვათ, რომ არის ავარიული ფონდი, უნდა ვუშვებოთ. შესაბამისად, ამას ჭირდება სახელმწიფო პროგრამა. ეხლა ხო გეუბნებით, ეხლა ამ სფეროზე მე მუშაობ. არა, აქ საკრებულოს წევრი ახსენეთ თქვენ და ანასწორეთ მაგაზე საუბრობდა, რომ პრიორიტიზაცია არ აქვს მერიას, ანუ რომელი უფრო ავარიულია, რომ პირველ რიგში ის ჩანაცვლდეს, ასეთი პრიორიტეტების დალაგება არ ხდებაო. რას ქვია რომელი უფრო ავარიულია, მაგიტო ვიძახი, უნდა დაიყოს კატეგორიებად. ეხლა თუ რომ გეტყვით, აი კატეგორიებად, თქვათ, არის ავარიული შენობები, რომელიც არის თბილისის ისტორიულ ზონაში, რომელიც არის ისეთ დონეზე რა, აი მასტეხენის და ფუნჯით უნდა გაკეთდეს მაგათი რესტავრაცია და რეკონსტრუქცია და თქვათ, იგივე ქსოვილი შევინარჩუნოთ. არის შენობები, რომელზეც პირდაპირ აი ყოველგვარი სინდისის ქეჯინის გარეშე შეიძლება ბულდოზერი გადაუარო, გაასწორო მიწასთან და იქ ახალი ააშენო, ახალი ისა. არის შენობები, რომელსაც და აი ამ სხვადასხვა იმეებში, სხვადასხვა ზოგი არის, რომ მომგებიანი იქნება. თქვათ, ეგ აი მაგ ტერიტორიაზე, ფიროსმანის ქუჩაზე, რომ განახორციელოს, თქვათ, ოღონდ არა მერიამ, ეს უნდა გააკეთოს, ნუ ეგეც კიდე ცალკე თემა არის, გენმენაშენის სტატუსი სხვა ქვეყნებში ეგრე არის, ნორმალურ ქვეყნებში, რომელიც ამას ახორციელებს და იქნება ფონდი, რომელიც მან დამონაგები თანხა მოხმარდება დუმაზე, სადაც მოგება კი არა, წაგება არის იმის რეკონსტრუქცია. და ასე შემდეგ, ამას ჭირდება სპეციალისტი. სანამ არ გავიგებ და სანამ არ გავითავისებთ, რომ მერიაში, საკრებულოებში რაღაცა საჭირო არის, ეგეთ აი თბილისის ნაირ ქალაქში საჭირო არის
აი ამ დარგის სპეციალისტები თბილისის ყველაზე სერიოზული პრობლემა თუ გნებავთ აი მე მაგალითად ერთ-ერთ ეთერში დღეს თქვი რომ მოდი გავაკეთოთ აი პირდაპირ თავაზობთ წინადადებას თქვენც მათ შორის რომ მოდი ყოველ თვე ეს გადაცემა გავაკეთოთ და თქვენ ჩაატარეთ მე მონიტორინგი როგორი აქტიურობა იქნება მოსახლეობის თბილისის 90%-ის პრობლემა არის საბინაო პირობები ყველაზე სერიოზული პრობლემა თბილისის ეს საბინაო პირობები კი არ ნიშნავს 90%-ს ბინა არ აქვს ზოგი ავარიულშია ზოგს ბინა არ აქვს მაგრამ დიდი ნაწილი ფიქრობს გაუმჯობესებას აცხოვრებელი პირობების ანუ ეგ საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აქტუალური ეთანხმებით უბრალოდ ეს სხვა ეგზისტენციალური პრობლემები გვაქვს ბორო 2 წლის განმავლობაში მაგრამ გადაფარა ყოფითი პრობლემები ბატონო დაანგრევიდან დაანგრევამდე გამოდის არა დაანგრევაზე არ არის საუბარი აქ საუბარი იმაზე რომ არის ხალხი რომელიც უკვე 200 დღეა ქუჩაში დგას ისინი ფიქრობენ რომ მთელი ქვეყანა გვენგრევა თავზეო და უფრო სხვა თემებზე არა გასაგებია ისა მერაბ ეს პრობლემები ავარიული ფონდი არის აი წამოწეული რა ვიცი რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა საქართველოს და გავიდა 30 წელზე მეტი ხო ეს 200 დღემდე იყო ეს აქტიურებული ეს თემა ეს თემა აქტიურდება ხოლმე თუ აკვირდებით ეხლა არჩევნები თქვათ დაინიშნება არჩევნები ტარდება ყველა გამოდის და აბა კომუნალური საკითხები და ავარიული ფონდი და ამ თემებზე ლაპარაკობენ მე ვინმე ავიწყო ახსოვს ეგა მოდი აბა გაიკითხეთ საკრებულოში რამდენი არქიტექტორი არის აბა იკითხეთ ან რომელიმე პარტიამ რამდენი არქიტექტორი წარადგინა საკრებულოში გასაგებია ეგ არის რა მაგას ჭირდება სპეციალისტი ამის გაკეთება ჭირდება სპეციალისტი სხვანაირად არ გაკეთდება კი ბატონო არ გაკეთდება ნუ რა ვიცი აი სხვანაირად როგორ უნდა ხვდებით ახლა რა ვითარება საკრებულოს არჩევნებს საერთოდ ზოგიერთი პარტია საერთოდ აღარ იღებს მონაწილეობას ისეთი ვითარება გვაქვს ეხლა იცი რა არის არ მინდა რა პოლიტიკაზე გადატანა ამის იმიტომ რომ არის 1,300,000 ადამიანის ბედი აქ უნდა იყოს თან როგორ თანმიმდევრობა ერთი არის რომ პოლიტიკური რაღაც არ შეიძლება რომ ერთმა პარტიამ პირობითად მოიგო რაღაც აკრებულო ან მერია და რაღაცა და რაღაცებს აკეთებს მე იმასთან დაპირისპირებული პარტია მოვიდა იმის დაწყებული ყველაფერი გააჩერა და ნოლიდან ვიწყებ გამოაცხადა არ შეიძლება ქალაქის განვითარება ქალაქის შენებლობა ეგეთი სპეციალობა ეგეთი სფერო არის ეგეთი ინსტიტუცია არის არ შეიძლება ქალაქის შენებლობა ისეთი რაღაცა საარჩევნო პერიოდებში ვაკეთებ მუდმივი პროცესია არ გამოდის ეგრე რა აბა არ შეიძლება რომ თქვა დავაუქმეთ თბილქალაქ პროექტი გენგეგმის ინსტიტუტი რო არ არსებობს არ შეიძლება გენგეგმა აკეთო რაღაცა გენგება გავაკეთეთ და მორჩი გენგმაზე სუმუშაობა უნდა მიდიოდეს უნდა იყოს პერმანენტულად აი გენგეგმის ვიღაცა გარკვეული კატეგორია ხალხი უნდა დილით მიდიოდეს სამსახურში რომ გენგეგმაზე მუშაობს უნდა ახალი შევიდეს ახალი კომუნიკაციები ახალი ქსელები მარტო გენგეგმა მარტო არქიტექტურული ნაწილი არ არის არქიტექტურული ნაწილი გენგეგმის მეხუთე პოზიცია რა არის ტრანსპორტი ეკონომიკა მადლობა დიდი ბატონო ირაკლი გადაცემაში მონაწილეობის და საინტერესო საუბრისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემა არის დიდი მადლობა ირაკლი როსტომაშვილი არქიტექტორი არსის დამფუძნებელი გვერდთვებოდა ჩვენ გვაქვს რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს დღეს ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარი იქნებიან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე და ანდრო გოციძე უსაფრთხოების სპეციალისტი ასე რომ დავბრუნდებით მალე ეთერში აშასე ჩვენ ეთერში დავბრუნდით და როგორც გითხარით გადაცემის მეორე ნაწილში გავაგრძელებთ საუბარს ბრიუსელში გამართული მსჯელობის შესახებ რომელიც საქართველოს ეხებოდა შეგახსენებთ საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ევროკავშირის საქართველოს თემა იყო ერთ-ერთი მთავარი კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია თუმცა მნიშვნელოვანი გზავნილებიც მოვისმინეთ კაია კალასისგან რომელიც ამბობს რომ საქართველოს მთავრობას გაიგზავნება წერილი სადაც იქნება კონკრეტული პირობები მიეცემა ვადა 31 აგვისტომდე და შემდეგ უკვე იმსჯელებენ ჩვენთვის უვიზო მინუსის შეწყვეტის შესახებ უვიზო მინუსის შეწყვეტა ბევრს არ უნდა ევროკავშირში მათ შორის ერთ-ერთია მაგალითად პოლონეთი მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა რომ ხალხს არ უნდა გაუთულოთ ცხოვრება თუმცა ევროკავშირში ტარგეტირებული სანქციები კონკრეტულ პირ
პირებზე მიიღება კონსენსუსი და ამ კონსენსუსს ბლოკავს ორბანი და ასევე ფიცო. ჩვენი სტუმრები არიან გიორგი რუხაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ანდრო გორცელიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი, თქვენგან დავიწყებ, ევროკავშირში თქვენთან ხშირად გვისაუბრია. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე, რომ ავხსნათ კიდევ ჩვენს მაყურებელს, ანუ რა შედეგი მივიღეთ დღეს და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ? ხო, აქ განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი მომხდარა. ჩვენ პრინციპში არამხოლოდ მე, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი, უკვე დიდი ხნის განმავლობაში ხმამაღლავ საუბრობდით იმაზე, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მხოლოდ დროის საკითხია. იქიდან გამომდინარე, რომ ის, რასაც აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში, ასე სახელმწიფოს მართვა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ერთმანეთთან შეუთავსებელია უბრალოდ და შესაბამისად ახლა როდესაც დაწერდა კომისია დასკვნას, რომ საქართველო ვეღარ ასრულებს შესაბამის ბენჩმარკებს, ქართულად რა ქვია არ ვიცი, მოთხოვნებს თუ სტანდარტებს, ეს თავისთავად მოხდებოდა ისედაც. და ეს საბოლოო ჯამში ეხლა ვინმეს ილუზია, არავის არ უნდა ქონდეს ილუზია, რომ ქართული ოცნება რაიმეს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა არ შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. ქართულმა ოცნებამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე ქვეყანა. 2 წლის წინ რატომ არ გვეუბნებოდნენ, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდებაო, ხო? შესაბამისად, თუ გადავხედავთ, რა ტრაექტორიითაც მიდის საქართველო და რასაც აკეთებს ქართული ოცნება, იმის შედეგია, რასთანაც მივდივართ უკვე უვიზო მიმოსვლასთან და სხვა რაღაცებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მარტო უვიზო მიმოსვლა არ შეწყდება, სხვა შეჩერდება ასოცირების ხელშეკრულებაც, ჩამოგვართმევენ კანდიდატის სტატუსს და გაჩერდება ყველა დანარჩენი სიკეთეები, რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებულია. ეხლა ქართული ოცნება არაფერს გააკეთებს ამის შესაჩერებლად, ბუნებრივია. მას თავად სურს, რომ შეწყდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, იქიდან გამომდინარე. ახლა რატომ უნდა სურდა? არა, იმიტომ რომ მაშინ რა ლოგიკაა კობახიძის განცხადებაში, რომელიც გააკეთა არჩევნების შემდეგ და თქვა, რომ ჩვენ ცალმხრივად წყვეტთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. ეს ხო გამოიწვევდა ბუნებრივია საზოგადოების ახსნა, რომ ინსტრუმენტად იყენებენ და უვიზო მიმოსვლის შეჩერება უფრო დიდი ინსტრუმენტია. შესაბამისად, ქართული ოცნება შეეცდება, რომ ეს ინსტრუმენტი ევროკავშირს გამოაყენებინოს ახლა, მაშინ, როდესაც ის თავს შედარებით უფრო ძლიერად გრძნობს, ან მიაჩნია, რომ იქ რაღაც პროტესტი ისეთი ძლიერი აღარ არის. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ოცნებას სურს, რომ ეს მოხდეს და მოხდეს ახლა, იმისთვის, რომ როდესაც ეს, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს რაღაცა ტიპის უკმაყოფილებას, მაგრამ იმედი აქვს, რომ ამ უკმაყოფილებასაც ჩაახშობს ან გაატარებს. შესაბამისად, საზოგადოებამ თვითონ უნდა გაიაზროს, რა გზაზე დააყენა ქართულმა ოცნებამ ეს ქვეყანა, რომ მათ გამო საქართველოს დაკარგავს ყველა ევროპულ სიკეთეს და პირველი იქნება უვიზო მიმოსვლა, ჩემი გათვლით ეს მოხდება ამ შემოდგომაზე, იმ შემთხვევაში თუ რაღაცა მიზეზის გამო გაიწელა, ეს იქნება უკვე ზამთარში. ამიტომ მაგრამ აი ქვეყნები, რომლებიც არ ეთანხმებიან ხო ამ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მოტივით რომ ხალხი რატომ უნდა დავშეძლოთ, მოდით იყოს რაღაც კონკრეტულ ჩინოვნიკებს გაუჩეროთ უვიზო ან რაღაც დავასანქციროთ, მაგრამ ჩინოვნიკებს ახლა გაუჩერეს დიპლომატურ პასპორტებს უვიზო, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოყოლია. ხო, უკვე ეს ორი სხვადასხვა საკითხია, რომელიც ერთმანეთთან ჩემი აზრით კავშირში არ არის. აი ყურე თუმცა კალასმა დააკავშირა, ხო? არა, ვარო თუ მივიღებთ ტარგეტირებულ სანქციებს, ხო, მაშინ შეიძლება და არ ყოფილიყო ეს უვიზოზე საუბარი. ეგ თქვა, იმიტომ რომ უყურე უვიზო მიმოსვლა უყურე ქართულმა კომენტატორებმა მე რაც მოვისმინე, ასე ვთქვათ, აი ამ სივრცეში დაახლოებით ესე დააკავშირეს, რომ ანუ თუ ჩვენ ახლა დავასანქცირებთ ამ 15 კაციან სიას, მაშინ აღარ იქნება საჭირო წერილიო? ეგ ეგრე არ არის. უყურე ეს ორი რაღაცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ორივე მოხდება სხვათა შორის. უყურე უვიზო მიმოსვლა გაჩერდება, იმიტომ კი არა რომ ვინმეს დაასანქცირებენ თუ ვერ დაასანქცირებენ. იმიტომ რომ საქართველოს აღარ არის ის ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნის უვიზო მიმოსვლა. ეხლა ერთ-ერთი მაგალითად ქართული ოცნების მომხრე წერდა, რომ ვენესუელას აქვს უვიზო მიმოსვლა და ვენესუელა რა დემოკრატია არისო, ასე თუ სტანდარტებით უდგენია. ვენესუელა არ არის, ანუ აქ ევროპას სტანდარტებით უდგენია. არა, უყურე
ევროკავშირს აქვს სავიზო პოლიტიკა ევროპასთან სხვანაირი და სხვა კონტინენტებთან სხვანაირი. ანუ შეიძლება სხვა კონტინენტზე იყოს ქვეყანა, რომელიც არ არის დემოკრატია კლასიკური გაგებით, მაგალითად გაერთიანებული ემირატები, რომელთანაც ევროკავშირს აქვს უვიზო მიმოსვლა. ან კატარი მაგალითად, ან კიდე სხვა რომელიმე ქვეყანა. მაგრამ ევროპაში, ანუ ევროპის კონტინენტზე თუ ქვეყანა დემოკრატია არ არის, უვიზო მიმოსვლა არ აქვს ევროკავშირს. შესაბამისად ეს საქართველოს ეხება. მაგრამ აი გავაგრძელებ იმას, რაც ვამბობ. ანუ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ხდება იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ასანქცირებენ ან ვერ ასანქცირებენ. იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე როგორც იქცევა. და შესაბამისად ამ ტიპის სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლის დატოვება არის შეუძლებელი. ეს ერთი ამბავი. მეორე, ორივე მოხდება. ანუ დაასანქცირებენ თუ ვერ დაასანქცირებენ მაღალჩინოსნებს, უვიზო მიმოსვლას მაინც გააჩერებენ, თუ ის არ შესრულდა, რაზეც არის საუბარი, ის 8 პუნქტი. და თუ დაასანქცირებენ ამ ადამიანებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უვიზოს არ შეაჩერებენ. ანუ უვიზოს შეჩერების მიზეზები ისეც არსებობს და ისეც შეჩერდება. ამიტომ ეს ამ ორი რაღაცის ერთმანეთზე გადაბმა, ჩემი აზრით არ არის სწორი. ბატონო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ამ ყველაფერს კონდეს გავლენა ქართულ ოცნების პოლიტიკაზე? ჩვენ აქედან მხოლოდ თავდასხმებს ვისმენთ, პოპუაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ეს არის რაღაცა საბჭოთა კავშირი დაგვხვდა ევროკავშირის ვაგონად. და საბჭოთა კავშირისგან გამოვიქეცითო და ევროკავშირისკენ მივიდიოდით და იქაც საბჭოთა კავშირი დაგვხვდა. ხო, ეგ ცალკე განხილვის ფასი განცხადებაა, იმიტომ რომ საფუძველშივე უარყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირში საქართველო ნებით არ იყო შესული და იყო ოკუპაციის შედეგად 1921 წლის ოკუპაციას მოჰყვა შემდგომ საბჭოთა კავშირში შესვლა, რომელიც ის რომ ნებაყოფლობითი იყო, არავის აღარ სჯერა და ამაზე საქართველოს პარლამენტს შესაბამისი კანონი და დადგენილებები აქვს მიღებული. ამიტომ მათ შორის სტოლობის ნიშნის დასმა წარმოუდგენელია. ახლა რაც შეეხება თვითონ გავლენას იქონიებს თუ არ იქონიებს, სამწუხაროდ ალბათ არ იქონიებს, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ქართული ოცნების მიმართულება არის იზოლაცია. ქართულ ოცნებას სჭირდება იზოლაცია, სახელმწიფოს იზოლაციაში ყოფნა, სჭირდება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხანგრძლივი ვადით და სავარაუდოდ სურვილი აქვს მუდმივადაც, მუდმივი არაფერია სამყაროში, მაგრამ მაინც ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ამისთვის ყველაზე კარგი არის იზოლაციური გარემო, იზოლაციაში ყოფნა. თუ შენ არ ითვალისწინებ არავის მოსაზრებას, არავის არც ერთ თქვა რაღაც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებ, ანუ მესიჯი ძირითადი რა არის, ხო? ვითანამშრომლებ ნებისმიერ შემთხვევაში შენთან, ოღონდ აქ მე როგორც მინდა ისე მოვიქცევი. შესწორებებს ნუმა რაღაც კრიტერიუმებს ნუ მიწესებ, ხო თუ საბჭოთა კავშირი ის არის მაგალითად რომ დასავლური ქვეყნები პარტნიორობისთვის გთხოვენ ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლიან არჩევნებს, ნუ სხვადასხვა თქვა რუსეთთან ართანამშრომლობას პირობითად და ასე შემდეგ, ნუ საბჭოთა კავშირს რადიკალურად სხვა მოთხოვნები ჰქონდა საქართველოსგან, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი. გავლენა სამწუხაროდ არ იქონიებს, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს ევროკავშირის და დასავლეთის ქვეყნების გადავა უკვე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უფრო მეტად ხალხს ეზემოქმედებაა, რომ ხალხმა გააკეთოს არჩევნები, ურჩევნია ევროპასთან ურთიერთობა თუ ურჩევნია წყნარად და მშვიდად ყავდეს იზოლაციურ გარემოში ავტოკრატიული რეჟიმი. ადამიანების ერთ ნაწილს საქართველოზე არ მაქვს საუბარი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან კომფორტულად გძრობს ადამიანების ერთი ნაწილი ავტოკრატიის ქვეშაც თავს, მაგალითად ჩრდილოეთ კორეაში, იგივე ვთქვათ ვენესუელაში, თუმცა ვენესუელაშიც არსებობს საკმაოდ დიდი ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვის ამ ყველაფრის წინაშე, ხო? სანქციებს ხელისუფლების მიმართ, ანუ ამ ტარგეტირებულ სანქციებს დისკომფორტიც არის მისი მიზანი, ბუნებრივია, მაგრამ უფრო მეტად ეს არის მესიჯი ამ მომრჩევლისადმი, რომ ეს ხალხი ჩვენთვის მიუღებელია. თუ თქვენი ასპირაცია მართლაც არის ის, მაგრამ ქართულოცებას ცდილობს ეს ყველაფერი გადაიტანოს, რომ აი ქართულ ხალხს სჯიან. და პრინციპში ამაზე საუბრობს ბევრის თვითონ ევროკავშირში, რომ ანუ ხალხი რატომ უნდა დავსაჯოთ. რა თქმა უნდა, ნუ ერთია გარედან რა ჩანს, მეორეა შიდა მოხმარებისთვის რა პროპაგანდა გამოიყენება, ბუნებრივია ქართული ოცნება ამას გამოიყენებს, აქ საუბარი არის ქართველი ერის სიმწიფეზე. საქართველოს მოსახლეობა ყოველთვის ადასტურებს თავის გამოკითხვებში და სოციოლოგიურ სხვადასხვა აქტივობებში, რომ 70-80% არის მომხრე ევროკავშირის. ხო, აი ახლა გამოჩნდება და ახლა სწორედ ამ გამოცდას გავდივართ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, რამდენად სერიოზულია ქართველი
ერის საქართველოს მოქალაქეების ევროატლანტიკური მისწრაფება, ევროპული მისწრაფება რა იგულისხმება საერთოდ ამ მისწრაფებაში? ერთის მხრივ გინდოდეს ევროპა და მეორეს მხრივ თქვათ არ გქონდეს აღშფოთება ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, კონტროლის არარსებობაზე, სასამართლოს აი ამ მდგომარეობაში ყოფნაზე, სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზირებაზე, ეს ნიშნავს, რომ ევროპაში მართლაც გინდა უვიზოთ უბრალოდ ჩასვლა და ვაჭრობა, ხო? და ახლა მაღაზია შეიძლება აქაც გქონდეს ძალიან ნორმალურად, დიდი ხანია საშოპინგოდ ევროპაში აღარავინ აღარ დადის, ხო? გარდა მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა, ზოგიერთი ახლა თბის გასაგებია. ხო, კი ბატონო, ხო, გასაგებია, მაგრამ ეს იქნება ზუსტად არჩევანი ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია ამას ეკნება გავლენა მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზეც და ბუნებრივია გადაადგილების თავისუფლებაზეც და აბსოლუტურად ყველაფერზე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ახლა გავდივართ გამოცდას, რამდენად არის მომწიფებული ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული დათმობები, თუნდაც იმ ცხოვრების წესისა, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ ფევს გადგმულია, აი ჯერ კიდევ საბჭოთა წარსულიდან. ნაკლებად აი ცოტა ოცების ერთ-ერთი წევრი ამბობს, კაია კალას ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ, ვიზით შანტაჟს არ ახსენებდა და ну ასე შემდეგ, ხო, ხა საბჭოთა კავშირზე ვახსენე შედარება და სხვა. და ამ მიმართულებით წავა ალბათ ხელისუფლება და ის უკან არ დაიხევს. შესაბამისად, დავზარალდებით მარტო ჩვენ, ხო, ამ უზომოდ. ხო და ჩვენი გადასაწყვეტია რა, ანუ რამდენ ხანსაც ავიტანთ ივანიშვილის რეჟიმს, იმდენ ხანს დავზარალდებით. ეხლა პოლონელები ხო არ მოვარდებიან აქ და ივანიშვილს ხო არ ჩამოიღებენ იქიდან სადაც არის. ხო, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეგ ამბავი რა. ხო და ეხლა ეგეთი ამბავია კიდე რომ თუ ერი იტანს დიქტატურას და ეგუება, მაშინ იმას ან ევროკავშირში რა ესაქმება და ან დემოკრატიულ სამყაროში რა ესაქმება. ეს ნიშნავს რომ შენ ვერ დაიმსახურე დემოკრატიულ სამყაროში ყოფნა. იმიტომ რომ თუ თავზე დაისვავ კაკებეს და რუსეთის ასე ვთქვათ გაგრძელებას ივანიშვილის რეჟიმს ბოდიში, მაგრამ ახლა დიდხანს არავინ არ დაგიწყებს ყურებას. ბელორუსი ხალხი, ცუდი ხალხი კი არა, იცი რა კარგი ხალხია. 2020 წელს, რა ვიცი, მაქსიმალურად იბრძოლეს იმისთვის, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი შეეცვალათ. მაგრამ არ აღმოაჩნდათ რაღაცა ძარღვი თუ რაღაც კიდე სხვა რაღაცა იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ძალაუფლებიდან გაეყვანათ, ხო? ლუკაშენკო და ამისთვის იტანჯებიან ეს ადამიანები. ეს არის რეალობა. და არც უიზომი მოსვლა აქვს და არც სხვა რაღაცებს ეს ევროკავშირზე უფრო გულისაცრუებას. არა, გულისაცრუება გამოიწვიოს რა, ხა ამის გამო ევროკავშირი რას იზავს, რომ აღარ გააგრძელებს ცხოვრებას? ანუ შენი ბედი შენ უნდა გადაწყვიტო. შენ რანაირ ცხოვრებასაც აირჩევ, თუ შეეგუები ისეთ სახელმწიფოს, რომელიც ერთ კაცს აქვს მიტაცებული და მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები მისი მომსახურე რაღაც პერსონალად იქცა, ან რაში ჭირდება ასეთი სახელმწიფო ევროკავშირს მომავალ წევრად პერსპექტივულად, ხო? გამორიცხული ამბავია, რომ დიქტატურა გახდეს ევროკავშირის წევრი. და მეორე, შენი საზოგადოება თუ ეგუება დიქტატურას, ესე იგი იმისი ადგილი დემოკრატიულ სამყაროში არ არის. ან მინიმუმ ახლა არ არის. ხო, სანამ ის ძალას ვერ იპოვის საკუთარ თავში, რომ შეცვალოს დიქტატურა, ან ასე ან ისე, როგორც იქნება, იმას დემოკრატიულ სამყაროში არაფერი არ ესაქმება. ეგრე იბრძოლეს პოლონელებმა, ეგრე იბრძოლეს ბალტებმა, ეგრე იბრძოლეს სხვებმა და მიიღეს საბოლოო ჯამში დემოკრატია. კი, საქართველოსაც ბევრი იბრძოლა, მაგრამ აგერ არის, ხო? წამოგვაჭდა თავზე რუსი ივანიშვილი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო. და ეხლა რა ქნას ევროკავშირმა, რომ მიიტაცებული სახელმწიფო მიიღოს ევროკავშირში? გამორიცხული ამბავია. ანუ ჩვენზეა დამოკიდებული. აქ პრობლემა რა არის? ჩვენ რამდენსაც ავიტანთ, ისე მოგვექცევია. ხო, აქ პრობლემა რა არის? ევროპელებიც, აზიელებიც, ქართული ოცნების მომხრეებს და არა მარტო ქართული ოცნების მომხრეებს, ზოგიერთ ისეთ ადამიანს, რომელიც ქართული ოცნების მომხრე არ არის, მაგრამ დიდად არ აქტიურობს ამ პროცესში, არ სჯერათ, რომ ეს ყველაფერი არის რაღაც ღირებულებებზე დამოკიდებული. ისინი მას უყურებენ როგორც რაღაც თამაშს, გეოპოლიტიკურ დიდ თამაშს და ფიქრობენ, რომ სანამ რუსეთი არსებობს, მანამდე ევროკავშირი ჩვენ სადაც არავინ არ მიგვიღებს, ეს არის რაღაცა ზეწოლა, ასე შემდეგ, ჩამოკიდებული რაღაც წითელი ნაჭერი, როგორც ნატოში არ მიგვიღეს, ისე ევროკავშირში არ მიგვიღებენ და ამიტომ რაღაცების შესრულებას აზრი არ აქვს. ნუ როგორც ვთქვი, ივანიშვილიც ასე ფიქრობს, იმიტომ რომ ასე უყურებენ ისინი ამ საკითხს საბოლოო ჯამში, რომ აზრი არ აქვს. არაფერს სანამ რუსეთი იქნება და არ დაიშლება, მანამდე ევროპა ვერ გაბედავს ჩვენს ვერს ნატოში მიღებას, ვერს ევროკავშირში მიღებას და სწორია რა ეს პოლიტიკა, რასაც ატარებს ეს ხელისუფლება. სწორედ ეგ არის ის გამოსაცდელი სიმწიფე, რომელიც გამოჩნდება რამდენად აქვს ქართველებს
საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობ გაცნობიერებული საერთოდ რა არის ევროკავშირი და შენ რა გაქვს გასაკეთებელი. მე ძალიან კრიტიკულად ვარ ხოლმე ზოგადად განწყობილი იმის მიმართ, როდესაც ჩვენ ვიღაცას ვამუნათებთ იქეთ, რომ თითქოს აი მაშინ მერკელმა და მერე ვთქვათ მაკრონმა, სარკოზიმ და ასე შემდეგ და არ გაგვიჟღერა რომ ჩვენ რა რეფორმებიც დაგვავალეს და რა ვალდებულებაც ავიღეთ, ყველაფერი შევასრულეთ. ჩვენ სამინისტროების გარდაქმნა გავაკეთეთ, დამოუკიდებლობა სასამართლოში უზრუნველყავით, ადამიანის უფლებები მაღალ ნიშნულზე გქონდა, რა კრიტერიუმებიც მათ დაგვიწესეს. ჯერდი ნატოც არ არის მარტო სამხედრო ბლოკი, ნატოც ახლა რამდენი ურთიერთობა მქონდა, ყოველთვის ამბობდნენ, რომ სამხედრო კომპონენტი ჩვენი ბოლო წლები მზად იყო ნატოში ინტეგრაციის ძმას. ეს პოლიტიკური კომპონენტი, რომელიც ვერასდროს ვერ მოვიშორეთ და ვერასდროს ვერ გავაკეთეთ ის, რაც თუნდაც ბალტიის ქვეყნებმა გააკეთეს. ჩვენ მაშინ სხვა რაღაცით ვიყავით დაკავებული, როცა გაფართოების ტალღა იყო. ხო, ანუ იქ ჩვენი პრობლემებიც არის. მარტო სხვის თავზე მოხვევა და იქ რაღაც გეოპოლიტიკურ რეალობაზე მოხვევა არ არის. და მეორე საკითხი კიდე. ეხლა შესაძლოა ვიღაცას ჯეროდეს, შესაძლოა ვიღაცას არ ჯეროდეს, მაგრამ არ დარჩენილა ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლობა არა მარტო ბიუროკრატიის დონეზე, არამედ სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, გერმანიის სახელმწიფოს მეთაურმა კანცლერმა, ჯერ შოლცმა და შემდგომ მერცმა, პრეზიდენტმა მაკრონმა ტრადიციულად სკეპტიკოსები ვინც იყვნენ საქართველოს გაწევრიანების პირდაპირ ავიც მე მგონი ხატზე დაიფიცეს და თქვეს რომ გადადგით ნაბიჯები და 2030 წელს დგება ის დრო როდესაც არ არსებობს დანარჩენი უკვე რომ მორწმუნეობის სფეროა ისი მაშინ როგორ შეიძლება საერთოდ რამე დავიჯეროთ ხო ყველამ განაცხადა დეკლარირების დონეზე რომ ეს ყველაფერი მოხდება და უშუალოდ რიცხვია დასახელებული ხო თარიღია ხო აი ეგ არის ასახსენელი რომ ნატოსგან ეს განასხვავებს ახლა ევროკავშირს რომ ნატოს თარიღი არ დაუსახელებია და ევროკავშირმა თარიღი დაასახელა კი და ნუ ბევრი ეს ნატო აქვს ხელზე დახვეული რომ აი ამდენი ხანი კუპირდებიან და ბევრი მიმართულებით შეუძლია გაავრცელოს საკუთარი ეს რაღაც შხამი და საკუთარი დეზინფორმაცია აქ მნიშვნელოვანია ზუსტად ის რამდენად მომწიფებულია საქართველოს საზოგადოება მოქალაქეები იმისთვის და საერთოდ რას ფიქრობენ ევროკავშირში რას მოიაზრებენ ევროკავშირში ხო თუ ახლა მარტო ვთქვათ გადაადგილების შეუზღუდავობა საუბარი და ვთქვათ შეუზღუდავობაზეა საუბარი და მარტო შოპინგის შესაძლებლობაზე დღეს ონლაინ შეიძლება შოპინგი და საერთოდ არ არის აუცილებლად ამისთვის ვიზა საჭირო ხო ამიტომ აქ არის მნიშვნელობა იდეაში შეიძლება ცოტა ისეთი სპეკულაციური თემაც იყოს, მაგრამ გახსნილი საზღვრები ყველაზე მეტად შეიძლება ქართულ ოცნებას აწყობს. იმიტომ რომ გინდა არ გინდა პროტესტანტი გავა. ერთი რომ პროტესტანტები არიან საკმაოდ ისეთი ერუდირებული ადამიანები, ვისაც მომავალი განსხვავებით სხვადასხვა ბნელი ძალებისა, ესე იგი ევროპაშიც აქვს და შეუძლიათ იქ ძალიან თავისუფლად იცხოვრონ, თუნდაც შემოქმედებითი საქმიანობით და თუნდაც სამეცნიერო ან სხვადასხვა სფეროში, ამით და აქ წნეხი იქნება ნაკლები, ორთქლი იქნება ნაკლები, რომლის გამოშვებასაც მუდმივად ივანიშვილი ცდილობს ხოლმე განაცხადა კიდევაც მე არ ვიგონებ თვითონ თქვა ერთ-ერთ მიტინგზე რომ აი ახლა გამოუშვებთ ორთქლს და მე აღარ გეკრებათ ორთქლი, როცა სერიოზული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნებაო. ამიტომ ეს მისთვისაც დარტყმაა, შიგნით უბრალოდ ბუნებრივია დაზარალდება ქართველი ხალხი, დაზარალდება პირველ რიგში ქართული სახელმწიფო და მე თუ მკითხავ, სწორედ ეს არის პასუხისმგებლობის დაყენების ვექტორი. აქ უნდა დააყენო პასუხისმგებლობა, დავანებოთ თავი სწორად, არასწორად თუ როგორ მოხდა. ის მდგომარეობა, რაც დღეს ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს, ან იგივე შეერთებულ შტატებთან, ეს საქართველოსთვის მომგებიანია თუ წამგებიანია და ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი? პოლიტიკაში ასე ხო არ არის, რომ იქ ცალსაღად ბოროტი ძალებია და რატომღაც იმით სუნთქავენ, რომ საქართველო გაანადგურონ, ხო? ეხლა როცა მსოფლიო მთელი ომის შეჩერებისკენ, ეხლა ხო ტრამპის პოლიტიკა ომის გაჭაღება აღარ არის, ხო? თუ ბაიდენის ეს იყო, თქვა პირობიდან. ახლაც მეორე ფრონტის გახსნა უნდათ, ეხლა რაღაც გვერდჩია. თუ რაღაცაზე ნაწყენები არიან და შურს იძიებენ, ეს ხო რაღაც იმ სფეროდან არის, რომელიც პოლიტიკაში, რავი, რეალურ პოლიტიკაში ყოველ შემთხვევაში არანაირად არ იზრდება. ახლა რომ თელმა მსოფლიომ 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უცებ განიზრახა, რომ აი ეს ქართველები ახლა უნდა რაღაცნაირად გავასაზღვროს, აშენდება ჩავიდინო და Deep State-ის გავლენა. ხო, ახლა ეს ხო როგორც გითხრა, თავის განცხადებაში ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ Deep State-მა გადმოინაცვლა დიდ ბრიტანეთში და ახლა იქიდან აკონტროლებს ევროპას. ძალიან რთული იმის გააზრება რადონის ამომრჩეველზე და რადონის მხარდამჭერზეა ეს ყველაფერი გააზრებული 21 საუკუნეში ადამიანს რომ იმის გჯერა რომ სადღაც 20 ქვეყანაში არსებობენ ვიღაც ადამიანები რომლებსაც ცხოვრების აზრად გაუხდიათ რომ ოღონდ საქართველოს არიაროს ქრისტეს გზით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ ასეთი რაღაც დაჯერება მე მგონი ცოტა ძალიან გულუბრყულია ხო გიორგი თუ ერას ფიქრობთ ამ თემებზე და კიდევ ასე მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია ორბანის და ფიცოს წინააღმდეგობის დაძლევა. მაგედან დავიწყებ, რა თქმა უნდა შესაძლებელია.
უბრალოდ ეს საკითხი იმ მნიშვნელობის უნდა გახდეს ევროკავშირისთვის, რომ ამ დაძლევაში მათ დრო, ენერგია და რესურსი ჩადონ. მაგალითად, ეხლა მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ მე-18 პაკეტზე სანქციების. ანუ 17 პაკეტი უკვე მიიღეს. ვერ მიიღებდნენ რომ არა კონსენსუსს. ანუ იქ ორბანის მხარდაჭერაც იყო და ფიცოს მხარდაჭერაც იყო. არა და ორბანიც და ფიცოც თავიდან იწყებენ ხოლმე წინააღმდეგობით და საბოლოო ჯამში მე ეს ყველაფერი მთავრდება თანხმობით. ზოგჯერ საქართველოს თემაზე ეთქვა ასე არ მიაწვნენ. ხო, ორი ვარიანტი მივა მაგამდე. ანუ ის რომ ეს წინააღმდეგობა დაძლევადია პრაქტიკულად ჩანს. აი მეორე საკითხი მაგალითად დღეს მიიღეს მოლდოვის წინააღმდეგ სანქციები იმ კონკრეტული ადამიანების, პრორუსი პოლიტიკოსების და იმ ადამიანების, რომლებიც ღიად ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას და ასე შემდეგ. ამ სანქციებსაც ერთიანობა ჭირდება. და ეს სანქცია არ დაბლოკა. ამ შემთხვევაში ორბანმა. ან ვერ დაბლოკა, ხო? ანუ ესეთი მაგალითები არის ბევრი. შესაბამისად, ორი საკითხი არის, ანუ ან საქართველოს ხელისუფლება ბჭყალებში, მე არ ვაღიარებ მათ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, ივანიშვილის რეჟიმი ან უფრო, ასე ვთქვათ, სერიოზულად მუშაობს იგივე ორბანთან, ვიდრე ის რუსი მოლდოველი ტიპები, რომლებიც ახლა სანქციების მსხვერპლი აღმოჩნდნენ და არ ვიცი ეს რა ფორმით არის, ახლა მე მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმი უფრო მეტგავლენას ახდენს ორბანზე, ან მეტად არის შეთანხმებული, ვიდრე დანარჩენები, ხო? ეს ფაქტია. თუ ეს ამბავი შეიცვალა, თუ რამე ისეთი შესთავაზეს ორბანს, რომელიც უფრო წონადია მისთვის, ვიდრე ივანიშვილთან მეგობრობა, ეს ამბავი შეიცვლება. ეხლა როგორ უნდა მოხდეს ეს? ერთი რომ შესაძლოა საქართველოს აი ოპოზიცია, ჯამში სამოქალაქო საზოგადოება არასწორად ლობირებს საკითხს და ამაზე ბევრი ლაპარაკი არის და მე მგონია რომ ანუ აქცენტი უნდა გაკეთდეს რაზე. საქართველოს საკითხი არ უნდა განიხილოს ევროკავშირმა როგორც ცალკე აღებული საკითხი, არამედ ეს უნდა განიხილოს როგორც რუსეთის ოპერაცია საქართველოში. აი როგორც უკრაინაში ომს ხო განიხილავს რუსეთის ოპერაციად. საქართველოში ივანიშვილის რეჟიმი ასევე უნდა განიხილოს რუსეთის ოპერაციად და სინამდვილეშიც ესე არის. თქვენ ანუ რა ამოცანაცა რუსეთს აქვს უკრაინაში, იგივე ამოცანა აქვს საქართველოში. ოღონდ უკრაინაში ამ ამოცანას ასრულებს ტანკით და იარაღით, საქართველოში ასრულებს ივანიშვილის რეჟიმის საშუალებით. შესაბამისად, თუ კი რუსეთთან მიმართებაში მე-18 სანქციების პაკეტზე მუშაობენ და 17 მიიღეს, ამ მე-18 პაკეტში უნდა ჩააყოლონ ივანიშვილის სანქციებიც და საქართველოს სანქციებიც, იმიტომ რომ ეს ერთმანეთის გაგრძელება არის. მე მგონია რომ ეს არის ერთი მიმართულება და როდესაც ეს იქნება უფრო მსხვილი პაკეტი, შესაბამისად X შეწინააღმდეგება უფრო რთული გახდება. ეს ერთი და მეორე რომ შიგნით ევროკავშირშიც განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან, მათ უნდა აიღონ, ასე ვთქვათ, ლიდერშიპი იმისთვის. ნუ პრინციპში ხა აღებული აქვს ხა ბალტიისპირეთს. არ არის საკმარისი, ხო? ანუ მეტი ქვეყანა უნდა დაუმატოთ იმას და ანუ მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ ორბანზე იმისთვის, რომ ეს სანქციები დააწესონ, იმიტომ რომ ეს უკვე ერთგვარად პრესტიჟის საკითხიც არის ევროკავშირის. იმიტომ რომ არასერიოზულად ჩანს სხვა მოთამაშეების მხრიდანაც. იმიტომ რომ და წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ახალ მისიასთან. უყურეთ, ევროკავშირი აქამდე მაინც იყო უფრო სავაჭრო ეკონომიკური ბლოკი. აი 10 წლის წინ მაგალითად. მას შემდეგ რაც ევროპული კონსტიტუციის მიღება ჩავარდა და ძველი ამბავია 2000-იანი წლების ამბავია, როდესაც ევროკავშირი უნდა გარდაქმნილიყო ბევრად უფრო შეკავშირებულ კავშირად და კონსტიტუცია უნდა ქონოდა. მაგრამ ჯერ ნიდერლანდებმა, შემდეგ საფრანგეთმა, შემდეგ კიდევ ვიღაცამ ირლანდიამ ეს ყველაფერი ჩააგდეს. შესაბამისად, ამის შემდეგ ევროკავშირმა დაიწყო ერთგვარად დეზინტეგრაცია არა, მაგრამ უფრო შერბილება აი ამ შეკავშირების და უფრო აქცენტი გააკეთა ეკონომიკურ საკითხებზე და თანამშრომლობას. მას შემდეგ რაც უკრაინას დაესხა რუსეთი თავს,
და მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპი მოვიდა, ევროკავშირს მოუწია გეოპოლიტიკური მოთამაშის როლის აღება, მორგება. და შესაბამისად ახლა ამ როლს ირგებს ევროკავშირი. ზუსტად აი ამ როლში ჯდება ბევრად უფრო მკაცრად მოქცევა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებაში, იქიდან გამომდინარე, რომ შენ თუ გეოპოლიტიკური მოთამაშე ხარ და საქართველოს აღიქვავ როგორც მომავალ წევრად და შენ ამოცანაშია, რომ საქართველოს იყოს დემოკრატია, მაშინ ასე თქვა თავზე ხელის გადასმით ეს ამბავი არ გამოვა. უფრო კაცრი უნდა იყოს და უფრო პირდაპირი ამ მიმართულებით. და რასაც ხედავთ ჩვენ, რომ ერთი კინკილა ორბანი იქნება თუ ვიღაცა აჩერებს ევროპის გეოპოლიტიკურ ამოცანას, ხო, ეს არასერიოზულია უბრალოდ და მე მგონია, რომ ამაზეც უნდა იფიქრონ ევროპის ლიდერებმა. ხო, მოკლედ შენ და შალვა პაპუაშვილი აკრიტიკებთ ევროკავშირს. არა, მე სხვანაირად უყურებ. ხა პაპუაშვილზე რო არ თქვა არ შემიძლია. ანუ დღეს მოვისმინე პაპუაშვილის ასე ვთქვათ კომენტარი კაია კალას ასწავლიდა რა არის ევროპული ღირებულება. ხო. აი შეხედეთ პაპუაშვილს, შეხედეთ კაია კალას და აი მე მგონი იქ თავდება ყველაფერი. ხა პაპუაშვილი არის შაჰ-აბასის პოლიტიკის შედეგი საქართველოში, შაჰ-აბას პირველის. და კაია კალასი არის მართლა ევროპელი. აი რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ხო? და ეხლა ამ დონის თავხედობა რო ყოფნით, პაპუაშვილსაც, კობახიძესაც და აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ deep state და გლობალური ომის პარტია და რაღაცეები და თან აი 5 წლის წინ ქართულ ოცნებას ჰქონდა ასე ვთქვათ ორი სხვადასხვა მესიჯი რა გზავნილი ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის სხვანაირი იქ რაღაც რეფორმებზე და რაღაცეებზე ლაპარაკობდა და თავისი გამოთაყვანებული მხარდამჭერებისთვის სხვანაირი. ხო, ნუ შეურაცხყოფას მივაყენებ ქართული ოცნების ასე ვთქვათ მხარდამჭერები ვინც არიან, ანუ აბსოლუტურად აი აბარანად შეიძლება იმათზე რომ რაიმე წარმოდგენა გქონდეს, მაგრამ აი დავიდო, ანუ რას ვამბობ, უყურეთ, ამ ადამიანების ტვინის გამოსარეცხად ჰქონდათ სხვა გზავნილი. მაგალითად ის რომ იქ ქრისტიანები არიან, ქართველები არიან, ვითომ ტრადიციების დამცველები არიან, ეს გზავნილი ჰქონდათ ამათთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჰქონდათ სხვა გზავნილი. დღეს მხოლოდ ერთი გზავნილი აქვს. ან აი ამ თავის ასე ვთქვათ აუდიენციას როგორც აბოლებენ, ზუსტად აი იმ deep state-ის და რაღაცა სისულელეებით ელაპარაკებიან ამერიკის, გერმანიის ხელისუფლებებს და ელჩებს. და მე ის ადამიანები ამას უკვე სერიოზულად ეხარ აღიქვავენ. ეხლა რანაირად შეიძლება ხო სახელმწიფო დეპარტამენტში წერილი გააგზავნო, ხო? და იქ უთხრა რომ აი რაღაცა ტრამპი დაამარცხებს deep state-ს თუ deep state-ი დაამარცხებს ტრამპს, აი ეს არის თავი საკითხი გადასაჭრელი. ნუ მოგეთ არასერიოზული და არასერიოზულ ხალხს აქვს ჩაგდებული ძალაუფლება ამ ქვეყანაში და სანამ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, ყველაფერი, ანუ ყველა სიკეთეს დავკარგავთ და ეხლა კიდევ ბოდიში ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, რატო არის არასწორი რომ ევროკავშირმა მიცა კიდე დრო ქართულ ოცნებას. ამ 6 თვეში ისეთ რაღაცებს გააკეთებენ, რომ 6 თვის ბოლოს აღარავის აღარ ემახსოვრება უვიზუმი მოსვლა დედამიწის ზურგზე. ისეთებს ჩაატარებენ, რომ ვიტყვით, რომ ანუ რა დროს უვიზუმი მოსვლა, ისეთები ხდება ქვეყანაში. ანუ დრო არ უნდა მიცე ამ ხალხს რა. გასაგებია, თუმცა ევროპული ბიუროკრატია ასე მუშაობს. სამწუხაროდ. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანდრო გოცირიძე და გიორგი რუხაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე გემშვიდობებით. ხვალ და ხვალშვილის ნახევარზე გადაცემით რეზიუმე შევხვდებით ერთმანეთს.